რაზმის წევრებს უკვე შეემჩნიათ, რომ არტემი მათთან არ იყო და გაჩერებული იყვნენ. გვირაბში ფარნის შუქიც იმციმებდა. როცა შუქი არტემს მისწვდა, მან ყოველი შემთხვევისათვის ხელები ასწია და დაიძახა. მე ვარ არისროლოდ. კაშკაშა შუქი ჩაქრა. არტემმა ფეხს აუჩქარა. ელოდა რომ შავ დღეს დააწევდნენ, მაგრამ მელნიკმა მხოლოდ ხმადაბლა ჰკითხა. ახლა არაფერი გაგიგონია? არტემმა უხმოდ დაუქნია თავი. არ უნდოდა ლაპარაკი იმაზე, რაც ნახა, თან დარწმუნებული არ იყო, რომ არ მოსჩვენებია. უკვე იცოდა, რომ მეტროში თავის შეგრძნებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს კაცი. და რაც დაინახა, შეიძლებოდა ყოფილიყო ელექტრომატარებელი? არ, ეს სრულიად შეუძლებელი იყო. რამდენიმე ათეული წელი მეტროს არ ჰქონდა მატარებლის მოძრაობისათვის სამყოფი ელექტროენერგია. მეორე შესაძლებლობა კიდევ უფრო დაუჯერებელი ჩანდა. არტემს გაახსენდა ველურის გაფრთხილება დიდი მუხლუხის წმინდა სავალი გზების შესახებ და მისი ნათქვამი, რომ დღევანდელი დღე აკრძალვის დღეა. სხვა არაფერი მოსვლია თავში. მატარებლები ხომ აღარ დადიან, არა? ჰკითხა მან სტალკერს ყოველი შემთხვევისათვის. მან კი ისე შეხედა არტემს როგორც გიშს. რა მატარებელი? ერთხელ რომ გაჩერდნენ, მას მერე აღარც დაძრულან, სანამ ნაწილ-ნაწილ არ დაშალეს. შენ მატარებლის ხმა გაიგონე? მე კი წყალი მგონია, სწორედ ახლა მდინარის ქვეშ გავიარეთ. მოდი დავიძრათ, ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ დავახციოთ თავი აქაურობას. თავისი ნათქვამის მტკიცების სურვილი არტემს გაუქრა. მით უმეტეს, რომ მისი ჰიპოთეზა კიდევ უფრო გიჟური იყო, ამიტომ არჩია გაჩუმებულიყო. მდინარე ალბათ მართლაც ახლო იყო. გვირაბის პირქუშ სიჩუმეს არღვევდა უსიამო ხმა. წყალი წვეთავდა და ლიანდაგების პირთან წვრილ ნაკადებად მოწუნწურებდა. სველ კედლებსა და თაღებს ლაპლაპი გაუდიოდა. აქა-იქ ობის ლაქებიც გაჩნდა. ძირს გუბეები იდგა. არტემს გვირაბის წყლისა ყოველთვის ეშინოდა, ამიტომ ახლაც ცუდად იგრძნო თავი. მეტროს მიტოვებულ და მივიწყებულ ადგილებში ხშირად დგებოდა წყალი, ამიტომ მუდმივი რემონტი და მიწისქვეშა წყლებთან ბრძოლა იყო საჭირო. მამობილი უამბობდა ხოლმე, რომ ზოგი გვირაბი და სადგური წყალში ჩაიძირა. საბედნიეროდ ის გვირაბები მთავარი სავალი გზებიდან შორს მდებარეობდა. ამიტომ ეს უბედურება მთელ ხანს არ სჭირდა. წვრილ-წვრილი წვეთები კედლებზე არტემმა გუნებაში შეადარა ოფლს, მომაკვდავ ადამიანს, რომ დაასხამს ხოლმე. რაც უფრო ღრმად შედიოდნენ, გვირაბი მით უფრო ნაკლებად ნესტიანი ხდებოდა. თანდათან წყლის ნაკადულებიც გაქრა. ობის ლაქებიც შემცირდა. გვირაბი ახლა დამრეცად ეშვებოდა და ისევ სიცარიელეში იკარგებოდა. რაც უთუოდ საეჭვო იყო. არტემს რამდენჯერმე გაახსენდა ბურბონის სიტყვები, რომ ყველაზე საშიში ცარიელი გასასვლელია. ეს თითქოს ხვებსაც ესმოდა და სულ უფრო ხშირად და ნერვიულად იხედებოდნენ უკან. თვალს შეავლებდნენ ბოლოში მიმავალ არტემს და ისევ სწრაფად მიიწევდნენ წინ. ყველანი პირდაპირ მიდიოდნენ, არ აქცევდნენ ყურადღებას გიცოსებს მიღმა გვერდითა გასასვლელებს, არც კედლებში დატანებულ სქელ საკეტებიან თუ ჯისკარებს. არტემი კი აკვირდებოდა, რამდენად ვრცელი იყო ქალაქის ქვეშ გათხრილი უზარმაზარი ლაბირინთი. მეტრო ალბათ ერთი მცირე ნაწილი იყო მიწის სიღრმეში აურაცხელი გასასვლელებისა და დერეფნებისაგან შემდგარი ქსელისა. ზოგი კარი ღია იყო, ფარნის შუქი წამით ანათებდა მიტოვებულ ოთახებს, დაჟანგულ ორიარუსიან საწოლებს, დერეფნებს რუხად და თეთრად შეღებილი კედლებით. არსად ჩანდა ადამიანთა კვალი, არც რაიმე პირადი ნივთი, რაც არტემს ბევრად უფრო საზრელად ეჩვენებოდა, ვიდრე თუნდაც ვინმეს გახრწნილი ნეშტის დანახვა. გვირაბს ბოლო არ უჩანდა. ქანს გაწყვეტილმა მოხუცმა ნაბიჯი შეანელა და ბადრაგმა უჯლუგუნებით ვერაფერი გააწყო. მოხუცს აჩქარება აღარ შეეძლო. რაზმი გაუჩერებლად მიიწევდა წინ. მხოლოდ ნახევარი წუთით ისვენებდნენ, რომ ანტონის საკაცეზე ხელები შეენაცვლებინათ. პატარა ოლეგს დაღლა ეტყობოდა, მაგრამ საოცრად ყოჩაღად იქცეოდა, დაუჩივლელად, ქშენაქშენით მიწევდა წინ და ცდილობდა უფროსებს არ ჩამორჩენოდა. უცებ წინ მიმავალნი უფრო ხმამაღლა ალაპარაკდნენ. არტემმა მათ ფართო ზურგებს შორის გაიხედა და მიხვდა, რომ ახალ სადგურში შედიოდნენ. ეს სადგური წინას წააგავდა. დაბალი თაღები, სპილოს ფეხებივით სქელი სვეტები, ზეთის საღებავწასმული ბეტონის კედლები და არავითარი დეკორაცია. ბაქანი უჩვეულოდ განიერი იყო, ისე რომ მის მეორე მხარეს რაიმეს ხეირიანად დანახვა თითქმის შეუძლებელი ჩანდა. განიერ ბაქანზე 2000-მდე კაცი მაინც დაეტეოდა.
მაგრამ აქ კაციშვილი არ ჭაჭანებდა, უკანასკნელი მატარებელი კი დიდი ხნის გასული იყო, რელსები შავად ჩაჟანგებული იყო, დამპალ შპალებს ხავსი მოჰკიდებოდა. არწივი ბრინჯაოს ჩამოსხმული ასოებით გამოყვანილმა სადგურის სახელმა შეაკრთო გენშტაბი. ამოიკითხა და მაშინვე გაახსენდა პოლისში ნანახი სამხედროებიცა და სკვერში მოსიმციმე სინათლის წერტილებიც თავდაცვის სამინისტროს დანგრეულ კედლებთან. მელნიკმა ხელთათმნიანი ხელი ასწია, რაზმი მაშინვე გაჩერდა. ულმან მომყევი თქვა სტალკერმა და ბაქანზე მარჯვედ აძვრა. ზორბა მებრძოლმაც მას მიბაძა. ორივე ფეხაკრებით მიდიოდა. რაზმის სხვა წევრებმა თავდაცვითი პოზიცია დაიკავეს და გვირაბისკენ გზა ორივე მიმართულებით ამოიღეს მიზაში. მათ შუამყოფმა არწივმა გადაწყვიტა მებრძოლთა დაცვის ქვეშ ყოფნით ესარგებლა და უცნაური სადგური კარგად დაეთვალიერებინა, მაგრამ უეცრად იგრძნო, რომ სახელოზე რაღაც დაეკაჩა. მამა ხომ არ მოკვდება? თვალცრემლიანი ოლეგი ვედრებით შეხურებდა. არწივი დაიხარა, თავი უარის ნიშნად გააქნია და ბიჭს მოფერებით გადაუსვა თავზე ხელი. ჩემ გამო დაჭრეს, იმიტომ რომ თქვი მამა სად მუშაობს? ამოისრულკუნა ოლეგმა. მამა ყოველთვის მეუბნებოდა არავისთან წამოგწდეს სადაც მუშაობო. ასე ამბობდა, ხალხს მერაკეტეები არ უყვართო. ეს ხელობა სამარცხვინო არ არის. პირიქით, მერაკეტეები სამშობლოს იცავენ, მაგრამ სხვებს მათი შურთო. არწივმა შიშით გახედა ქურუს, მაგრამ დაღლილი მოხუცი იატაკზე იჯდა და სიცარიელეს მიშტერებოდა ჩამქრალი მზერით. მათ საუბარს კი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ძვერავები მალევე დაბრუნდნენ. რაზმის წევრები სტალკერს გარშემო ერტყდნენ და მანაც მოკლედ გააცნო დანარჩენებს საქმის ვითარება. სადგური ცარიელია, მაგრამ მიტოვებული არ არის. რამდენიმე ადგილას მათი მუხლუხის გამოსახულებაა. კედელზე ხელით დახატული სქემა ვიპოვეთ. მას თუ დავუჯერებთ, ეს ხაზი კრემლისკენ მიდის. იქ არის ცენტრალური სადგური და გადასასვლელი სხვა სადგურებზე. ერთი ხაზი მაიაკოვსკაიას მიმართულებით მიდის. ჩვენც იქით წავალთ. გზა თითქოს თავისუფალია. გვერდით გასასვლელებში შევალთ. შეკითხვები გააქვთ? მებრძოლებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. სამაგიეროდ მოხუცი, რომელიც აქამდე წყლარად იჯდა, კრემლის გაგონებაზე აწრიალდა და ალუღლუღდა. მელნიკი დაიხარა და პირში ჩაჩრილი ჩვარი გამოაძრო. არ გინდათ იქით რა, მე არ წამოვალ. აქ დამტოვეთ, იხვეწებოდა ქურუმი. რატომ? უნდობლად ჩაიკითხა სტალკერი. არ გინდათ კრემლი, ჩვენ არ დავდივართ იქ. მე არ წამოვალ. ერთსა და იმავეს იმეორებდა აცახცახებული მოხუცი. ძალიანაც კარგია რომ არ დადიხართ. სხვა თუ არაფერი თქვენიანები მაინც არ იქნებიან იქ. სიტყვა ჩავრთო სტალკერმა. გვირაბი ცარიელია და სუფთაა. გვერდით გასასვლელებში ცხვირსაც არ შევყოფ. ხო, ასე ჯობია. პირდაპირ კრემლის გავლით. რაზმის წევრები აჩურჩურდნენ. არწივს კი გაახსენდა საზარელი ნათება კრემლის კოშკებიდან და მიხვდა, რომ მარტო ქურუმს არ აშინებდა იქაურობა. მოჭრა სტალკერმა. სანამ გვირაბებში არავინ არის, დროს ნუღარ ვკარგავთ. იმათ დღეს აკრძალვის დღე აქვთ და არავინ იცის როდის დამთავრდება, აი მაშინ კი შავი დღე დაგვადგება, ააყენეთ. არა, არ წახვიდეთ, არ გინდათ, მე არ წამოვალ. მოხუცი მთლად გიშ დაემსგავსა. მიახლოებულ ბადრაგს გველივით დაუსხლტა ხელიდან. მოჩვენებითი მორჩილებით დადგა მისკენ მოშვერილი ავტომატების ლულათა წინ და ზურგს უკან შეკრული ხელები ელვის სისწრაფით აამოძრავა. ჯანდაბამდეც გზა გქონიათ. მისი ხარხარი რამდენიმე წამში მოგუდულ ხრიალად იქცა. სხეული დაეგრიხა, პირიდან დუჟი გადმოვიდა. კრუნჩხვა მსახე მახინჯ ნიღბად უქცია. ტუჩის კუთხები კი ძევით აუპრიხა. ამაზე საშინელი ღიმილი არწუმს არასდროს ენახა. მორჩა მაგის საქმე. მელნიკმა მიწაზე დაგდებულ მოხუც ფეხის წვერი წაჰკრა და თავდაღმა გადააბრუნა. არწუმა ჯერ იფიქრა სტალკერმა ეს იმიტომ ქნა, რომ მკვდრის სახე არ დაენახათ, მაგრამ ნამდვილ მიზეზსაც მალევე მიხვდა. მელნიკმა ფარანი მიაშუქა მოხუცის მავთულით შეკრულ მაჯებს. მარჯვენა მუჩში ჩაბღუჯული ნემსი, მარცხენაში ჰქონდა შერჭობილი. სად ჰქონდა შხამიანი ნესტარი დამალული ამდენხანს, ან რატომ გამოიყენა იგი უფრო ადრე, არწივმა ვერ მოისაზრა. მან თავი გვერდზე მიაბრუნა და პატარა ოლეგსაც მიაფარა თვალებზე ხელი. რაზმი უძრავად იდგა. წასვლის ბრძანება გაცემული იყო, მაგრამ არც ერთი მებრძოლი არ განძრეულა. სტალკერმა ეჭვის თვალით ახედა მათ. თვალი ადვილი წარმოსადგენი იყო, რა აზრები უტრიალებდა თითოეულს თავში. რა ელოდათ კრემლში, თუ კი მძევალმა სიკვდილი არჩია იქ წასვლას. მელნიკმა აღარ დააყოვნა, მიუბრუნდა საკაცეს, რომელზედაც ანტონი იწვევდა სახელურს წაავლო ხელი. ულმან, გაზახე ერთ-ერთს. ფართომხარბეჭიანი ზვერავი, წამით შეყო მან და
მერე კი საკაცის მეორე სახელურთან დადგა. უეცარმა იმპულსმა არტიომიც მათთან მიიყვანა. მან საკაცის მესამე სახელურს მოკიდა ხელი. გვერდით ვიღაცა მოუდგა. სტალკერი უხმოდ გასწვდა წელში და დაიძრდნენ. დანარჩენებიც მათ მიხვდნენ. 200 მეტრი გადაგვრჩა. ჩუმად თქვა მელნიკმა. თავარია ვიპოვოთ მეორე სადგურზე გადასასვლელი მერე მაიაკოვსკამდე. მერე კი აღარ ვიცი. ტრეცია კი არ არის. რამეს მოვიფიქრებთ. ახლა ერთი გზა გვაქვს. გვერდზე ვერ გადაუხვევთ. მისმა სიტყვებმა თავისი განვლილი გზა გაახსენა არტიომს. ერთბაშად ვერ გაიაზრა რა თქვა მელნიკმა, მაგრამ როგორც კი სტალკერმა დაღუპული ტრეცია კი ახსენა, არტიომი გამოფხიზლდა და მღელვარედ გადაუჩურჩულა. ანტონი დაჭრილი, ის ხომ სარაკეტო ჯარში მსახურობდა, მე რაკეტია. მას ჩვენც შევძლებთ ხომ შევძლებთ? მელნიკმა იჭუნეულად მიხედა საკაცეზე მწოლარეს, რომელსაც სააქეთო პირი არ უჩანდა. დამბლამ კი კარგა ხანია გაუარა ანტონს, მაგრამ ახლა აცახცახებდა და აბუდებდა. ხან კვნესოდა, ხან კი ნაწყვეტ გაურკვეველ ფრაზებს ისროდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა მრისხანე ბრძანებები, იმედ გადაწურული ვედრება, სლუკუნი და ბურდღუნი. რაც უფრო უახლოვდებოდნენ კრემლს, ანტონი მით უფრო მეტად იკლაკნებოდა საკაცეზე. ხომ თქვი, ნუ დავობთ, ისინი მოდიან, ლაჩრებო, როგორ სხვებს რა უყოთ, ვერავინ შეძლებს, იქ ვერავინ. უმტკიცებდა ანტონი ვიღაცას, ვისაც მხოლოდ თვითონ ხედავდა. მას შუბლი უფლით დაეცვარა. ოლეგმა, რომელსაც საკაცეს გვერდით მიყვებოდა, ისარგებლა წუთშესვენებით და სანამ მებრძოლები ხელს მოინაცვლებდნენ, მამას შუბლზე უფლი მოსწმინდა. მელნიკმა ფარანი მიანათა დაჭრილს, თითქოს უნდა გაეგო. შეძლებდა გონს მოსვლას ანტონი თუ ვერა. დაჭრილი კბილებს აკრაჭუნებდა, დახუჭული ქუთუთოების ქვეშ თვალებს ატრიალებდა და გაუჩერებლად ბორგავდა. ბრეზენტის ღვედებით შეკრული ანტონის ტარება სულ უფრო ძნელი ხდებოდა. კიდევ 50 მეტრის გავლის შემდეგ მელნიკმა ისევ ასწია ხელი და რაზმი შეჩერდა. იატაკზე ნაჩქარევად გავლებული უკვე ნაცნობი კლაკნელი ხაზი თავით ებჯინებოდა სქელ წითელ ზოლს, რომელიც წინ მდებარე გვირაბს ყოფდა. ულმანმა დაუსტვინა. აი წითელი შუქიც აინთო. გვეუბნება აქეთ გზა არ არისო. ერთ-ერთ უკან ყოფს ნერვიული სიცილია უტყდა. ეგ შიშარა მატლებისთვისაა, ჩვენ ეგ არ გვეხება, მოუჭრა სტალკერმა. აბა წინ. მაგრამ ახლა კიდევ უფრო ნელა მიიწევდნენ წინ. მელნიკმა საკაცის სახელური არტიომს დაუთმო. თვითონ კი რაზმს ჩაუდგა სათავეში. თვალებზე ღამის ხედვის ხელსაწყო ეკეთა. ნაბიჯს მხოლოდ სიფრთხილის გამო როდი უკლეს. სადგურ გენშტაბზე გადასასვლელი კიდევ უფრო დამრეცი გახდა. იქაურობა ძველებურად უკაცრიელი იყო. კრემლიდან კი თითქოს მოდიოდა შეგრძნება ვიღაცისა თუ რაღაცის ყოფნისა, რომელიც არწმუნებდა ადამიანებს, რომ იქ შავ უკუნეთ სიბნელეში იმალებოდა რაღაც აუხსნელი, უზარმაზარი და ბოროტი. ეს არ გავდა იმ ქარბორბალას, რომელიც აქამდე სდევდა არტიომს გვირაბებში, არც მილების ხმებს, არც სრულ მორწმუნეობრივ შიშს გამარჯვების პარკისკენ. მიმავალი გვირაბებისა, ეს შეგრძნება სულ სხვა რამეს მოასწავებდა. შიშს რაღაც არასულიერს, მაგრამ მაინც ცოცხალის მიმართ. არტიომმა გახედა ზორბატანის მებრძოლს, რომელსაც სტალკერმა ულმანი უწოდა და უცებ ძალიან მოუნდა ლაპარაკი. თემას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი იყო ადამიანის ხმა გაეგონა. ამიტომაც იკითხა. რატომ ანათებს ვარსკვლავები კრემლის კოშკებზე? ვინ გითხრა რომ ანათებს? გაკურებით შეუბრუნა კითხვა მებრძოლმა. კრემლის ამბავი სინამდვილეში ასია. ყველა იმას ხედავს, რაც უნდა. ზოგი ამბობს, რომ კრემლი დიდი ხანია არ არსებობს. უბრალოდ ყველას მისი ნახვის იმედი აქვს. ყველას უნდა დაიჯეროს, რომ წმიდათა წმინდა მთელი გადარჩა. სინამდვილეში რა მოვიდა კრემლს? იკითხა არტიომმა. კაცსიჭამეების გარდა ეგ არავინ იცის, მიუგო მზვერავმა. ვინც მაშინ ომობდა, ამბობს, რომ კრემლის განადგურება არ უნდოდათ, ამიტომ ზევიდან დაუშვეს რაღაც საიდუმლო ბიოლოგიური იარაღი. უცებ ვერ შეასჩერეს, განგაშიც კი არ გამოუცხადებიათ, მაგრამ როცა საქმეს არ მიხვდნენ, უკვე გვიან იყო, ამ რაღაცამ ყველანი შთანთქა, გარეუბნებში მცხოვრებლებიანად. კრემლი კი დარჩა არხეინად და დღემდე ლაღად გრძნობს თავს. კი, მაგრამ როგორ? არტიომს თვალწინ დაუდგა კრემლის კოშკებზე მოციმციმე არაამქვეყნიური შუქი. იყო ასეთი მწერი, ლომჯინჭველი, რომელიც ქვიშაში თხრიდა ორმოს. ძვრებოდა შიგ და აფრჩენდა პირს. თუ ჭიანჭველა შემთხვევით ორმოს ნაპირას დადგამდა ფეხს,
მორჩა მისი საქმე წასული იყო ლომჯინჭველი გატოკტებოდა ქვიშა ორმოს ძირში ცვიოდა და ჭიანჭველა პირდაპირ მის ხახაში ვარდებოდა ასეა კრემლის საქმეც ორმოს პირზე თუ მოხვდი მორჩა ჩაგითრებს გაიღრიჭა მებრძოლი მაშ რატომ მიდის ხალხი არეშობოდა არტიომი მე რა ვიცი ალბათ ჰიპნოზის ბრალია აი თუნდაც ის შენი კაცი ჭამია ილუზიონისტები ტვინს ულაყებენ სხვებს არ დაიჯერებ სანამ თვითონ არ ნახავ და ჩვენს პირდაპირ მის ბუნაგში რომ მივძვრებით იკითხა არტიომმა ეგ უფროსობას კითხე ჩემი აზრით რაღაცა მაშინ ჩაგითრებს კოშკებს გარედან თუ უყურებ ჩვენ კი თითქოს უკვე შიგნით ვართ მელნიკი მოტრიალდა და გულმოსულმა დაუტატა და მოლაპარაკეთ არტიომის მოსაუბრე გაჩუმდა და სწორედ მაშინ გაისმა ხმა რომელსაც აქამდე მებრძოლის ლაპარაკი ახშობდა ბუყბუყი ფუილი საკმარისი იყო ერთხელ მისი გაგვანება რომ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩენილიყო საშიში თითქოს არ ჩანდა მაგრამ რაღაცნაირად უსიამო იყო ჩაუარეს დიდ სამმაგ ჰერმოჭიშკარს რომლის ყველა ფრთა ბოლომდე იყო გახსნილი რკინის მძიმე ფარდაკი ჭერამდე აწეული კარი მივაღწიეთ გაიფიქრა არტიომმა რაზმი მარმარილოთი მოპირკეთებულ დარბაზში შევიდა დარბაზი იმოდენა იყო რომ ძლიერი ფარნების შუქი ძლივს წვდებოდა მოპირდაპირ კედელს სხვა სადგურებისგან განსხვავებით ჭერი მაღალი ჰქონდა და სქელ დიდრული ორნამენტებით გაფორმებულ სვეტებს ეყრდნობოდა ზემოდან ეშვებოდა დროთაგან გაშავებული მოოქრული ჭაღები რომლებიც ჯერ კიდევ ელვარებდნენ ფარნის სინათლეზე კედლებს ფარავდა უზარმაზარი მოზაიკური პანოები ერთზე გამოსახული იყო ხანში შესული პიჯაკიანი კაცი პატარა წვერითა და მელოტი თავით პანოზე ხალხიც იყო მუშის ფორმაში ჩაცმული კაცები სადაც ჩაცმული და თეთრ თავ შალმოხვეული ახალგაზრდა ქალები და სამხედროები ძველმოდური ქუდებით ყველანი იმერთ კაცს უღიმოდნენ პანოზე ცის კამარას კვეთდა გამანადგურებელთა ესკადრილიები მწყობრად მიდიოდა ტანკები ჩანდა თვით კრემლიც ეს საოცარი სადგური უსახელო იყო მაგრამ სწორედ ეს პანო მიახვედრებდა ნებისმიერ სად მოხვდა იგი სადგურზე ყველაფერი გაპარტახებული იყო ეტყობოდა არავის დაედგა ფეხი ათეული წლების განმავლობაში სვეტებსა და კედლებს ფარავდა რუხი მტვრის სქელი ფენა რომლის სისქე თითქმის სანტიმეტრს აღწევდა რელსებზე უჩვეულო მატარებელი იდგა მხოლოდ ორი მაგრამ შეჯავშნილი ვაგონით ვაგონები მუქი მწვანე იყო ფანჯრების მაგივრობა სათოფურებივით ვიწრო ღიობების წევდა რომელთაც მუქი ფერის შუშები ფარავდა თითოეულ ვაგონს ცალკე დაკეტილი კარი ჰქონდა არტიომმა გაიფიქრა რომ კრემლის ბატონებმა ეგებ მართლა ვერ მოახერხეს თავისი საიდუმლო გზის გამოყენება გასაქცევად რაზმი ბაქანზე გავიდა და შეჩერდა აბა შეხედე როგორია სტალკერმა ზევით აიხედა რამდენი ზღაპარი გამიგონია აქ კი სულ სხვა საით მივდივართ იკითხა ულმანმა აზზე არა ვარ გამოწყდა მელნიკი მოვიხედოთ ამჯერად მთელი რაზმი ერთად დაიძრა ადგილიდან სადგური რაღაცით ჩვეულებრივსაც გავდა ბაქნის კიდეებზე აქაც ორი გასასვლელი იყო ორივე სივრცეს მარჯვნივ და მარცხნივ კეტავდა მოგრძო დარბაზი ორივე მხარეს მთავრდებოდა სამუდამოდ გაჩერებული ორ-ორი ესკალატორით რომლებიც მრგვალ თაღებში შედიოდა ის რომელიც უფრო ახლოს იყო ზევით ადიოდა მეორე კი ქვევით უჩინარდებოდა აქ ალბათ ადრე ლიფტიც იყო კრემლის ადრინდელ მკვიდრთ წუთიც არ ექნებოდათ ზედმეტი რომ უბრალო მოკვდავებივით ნელ-ნელა ჩასულიყვნენ ქვემოთ მთელი რაზმი მონუსხივლივით შესცქეროდა მაღალ თაღებს ათვალიერებდნენ დარბაზში დადგმულ ბრინჯაოს ქანდაკებებს და დიდებულ პანოებს სადგური ნამდვილი პიცის ქვეშ სასახლე იყო მისი მშვენიერებით გაოცებული ადამიანები ჩურჩულით გამოხატავდნენ ახტაცებას რომ ამ დიდებული სანახაობის მყუდროება არ დაერღვიათ არტიომი აღფრთოვანებით იყურებოდა აქეთ-იქით სულ დაავიწყდა საფრთხეც ქურუმიც რომელმაც თავი მოიკლა კრემლის ვარსკვლავთა მომნუსხველი ციმციმიც თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა ცდილობდა წარმოედგინა როგორი მშვენიერი იქნებოდა აქაურობა მაშინ როდესაც გაჩახშახებული ჭაღების თვალის მომჭრელი სინათლე ეფინებოდა თანდათანობით მიუახლოვდნენ დარბაზის სიმხარეს საიდანაც ესკალატორი ქვევით ჩადიოდა არტიომი შეეცადა წარმოედგინა რა შეიძლება ყოფილიყო ქვევით იქნები კიდევ ერთი დამატებითი სადგური იყო საიდანაც მატარებლები პირდაპირ ურალზე მიდიოდნენ საიდუმლო ბუნკერებში ან გზები რომლებიც უხსოვარ დროს გამოთხრილ მიწისქვეშა სიმაგრეებში გადიოდა იარაღის მედიკამენტებისა და სურსათის სტრატეგიულ საწყობებში იქ ხომ არ იყო მეტროს ყველაზე ღრმა წერტილი რომელსაც ხანი ახსენებდა არტიომი განგებ აღიზიანებდა თავის ფანტაზიას
დაუჯერებელი წარმოდგენებით. საგანგებო დაგვიანებდა ესკალატორის პირთან მისვლას და იმის დანახვას, რაც რეალურად იყო ქვემოთ. ამიტომ მუაჯირთან პირველი არ მისულა. მებრძოლმა, რომელიც მას ლომჯინჭველის შესახებ უამბობდა, მასზე ადრე მიაღწია იქამდე, მაგრამ შეჰყვირა და შეშინებულმა დაიხია უკან. წუთის შემდეგ არტიომის ჯერიც დადგა. ორივე ესკალატორი ნელ-ნელა ამოძრავდა, როგორც ასობით წლის განმავლობაში მძინარე ზღაპრული არსებები, რომლებმაც გაიღვიძეს და შეათამაშეს საუკუნეებრივი ძილისგან მოდუნებული კუნთები. საფეხურები რახრახითა და ჭრაჭუნით დაეშვა ქვევით. ეს შემზარავი სურათი იყო, არაფრით შეესაბამებოდა იმას, რაც არტიომმა იცოდა ესკალატორების შესახებ. გესმის როგორი სიჩუმეა? მოტორი არ მუშაობს, სამანქანო განყოფილება გაჩერებულია. შეშველა ულმანი. მართლაც ასე იყო, მხოლოდ საფეხურთა ჭრიალი და დაუზეთავი კბილანების ღჭიალი ისმოდა. მხოლოდ არტიომს ისევ მოესმა საზიზღარი ბუყბუყი და დგაფუნი, რომელიც გვირაბშიც გაიგონა. ხმები სიღრმიდან ამოდიოდა. არტიომმა ძალა მოიკრიბა, ნაპირთა მივიდა და ქვევით მიმავალ გვირაბში ფარანი ჩაანათა. წუთით მოეჩვენა, რომ კრემლის საიდუმლო გაიხსნა მის წინაშე. საფეხურებს შორის ნაპრალებიდან და ჭუჭრუტანებიდან გამოდიოდა რაღაც მოყავისფრო, ზეთოვანი, მოძრავი და უთუოდ ცოცხალი. წინ მოიწევდა მთელი ესკალატორის სიგრძეზე. სანამ დედს თვალი მიუწვდებოდა, მაგრამ ეს უაზრო მოძრაობა არ იყო. უეჭველად იმ გიგანტური მთლიანობის ნაწილი იყო, რომელიც ესკალატორს ამოძრავებდა, ხოლო ქვემოთ რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე ეს რაღაც ბინძური და ზეთოვანი იატაკზე თავისუფლად გაწოლილი იბერებოდა და იჩუტებოდა, გადადიოდა და კრთოდა. თან საზიზღარ ხმებს გამოსცემდა. არტიომმა თავი ურჩხულის პირად წარმოიდგინა. ესკალატორის გვირაბის კამარები ხახად, ხოლო თვით ესკალატორის საფეხურები მომსვლელთა მიერ გაღვიძებულ ძველ საზარელ მშიერი კერპის ხარბ ენად. შემდეგ კი მის გონებას თითქოს ალერსით შეეხო ვიღაცის უხილავი ხელი. თავში სიცარიელე გაჩნდა, როგორც გვირაბში, რომელმაც აქამდე მოიყვანა. მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა, დამდგარიყო საფეხურებზე და დაშვებულიყო ქვემოთ, სადაც ბოლოს და ბოლოს ელოდა კმაყოფილება და პასუხი ყველა კითხვაზე. მის წარმოდგენაში კვლავ აკიაფთა კრემლის ვარსკვლავები. არტიომ გაიქეცი, ლოყა აუწვა გატყლაშუნებულმა ხელთათმანმა. არტიომი შეკრთა და გაშეშდა. რუხი მასა ზემოთ მოცოცავდა, სულ უფრო მატულობდა, ქაფდებოდა, როგორც ცეცხლზე დარჩენილი ღორის რძე. არტიომი ფეხებს ვერ იმორჩილებდა, სულ ერთი წამით მოვიდა გონს. უხილავმა საცეცებმა მხოლოდ წამით აუშვეს მისი გონება იმ განზრახვით, რომ ხელახლა დაეთრიათ. გამოიყვანე, ჯერ ბიჭი, კარგი ერთი ნუღრიალებ, მძიმეა ეს კიდევ დაჭრილი, მოეშვი საკაცეს, სად მიძვრები მაგით? მოიცათ მეც შევძვრები, ორისთვის უფრო ადვილია. ხელი მოიტა, ბიჭო შქარა, ღმერთო უკვე ამოვიდა, იქით არ გაიხედო, გესმის? ღმერთო ლეწე აი ეგრე, ჩემკენ გიბრძანებთ, დაგხრეთ. უცნაურ სურათებს ხედავდა, ვაგონის მწვანე კედელი, რატომღაც ამოტრიალებული ჭერი, დასრული იატაკი, სიბნელე, ისევ მწვანე ჯავშანი. შემდეგ ყველაფერი ჩაწყდარდა და დამშვიდა. არტიომმა წამოიწია და მიმოიხედა. ყველანი დაჯავშნული ვაგონის სახურავზე ისხდნენ. ყველა ფარენი გამურთული იყო. ანათემდა მხოლოდ ერთი პატარა, რომელიც ცენტრში იდო. მისი სინათლე არ კმაროდა იმის დასანახად, რაც გარშემო ხდებოდა, მაგრამ ყოველი მხრიდან ხმა ისმოდა, რაღაც მოძრაობდა, თუხთუხებდა, გადმოდიოდა. არტიომის ტვინს თითქოს ვიღაც ისევ ფრთხილად, გამომცდელად შეეხო, მაგრამ მან თავი გააკნია და ჩვენებაც გაქრა. არტიომმა მიმოიხედა და სახურავზე დარჩენილები უნებურად გადათვალა. ხუთნი იყვნენ, უგონოდ მყოფი ანტონისა და მისი შვილის გარდა. ერთი მებრძოლი სადღაც გამქრალიყო. ყმაწვილმა იგრძნო, რომ მისი გონება რაღაც ღრიე უფსკრულში იძირებოდა. მასთან ბრძოლა კი მარტო მყოფისათვის ძნელი იყო. არტიომმა იაზრა, რაც ხდებოდა და შეეცადა იმ აზრს ჩასჭიდებოდა, უნდა იფიქრო, რაც გინდა, რის შესახებაც გინდა, ოღონდ გონება უქმად არ დატოვო. ჩანდა დანარჩენებიც მის დღეში იყვნენ. ნახე რა მოუვიდა ამ საზიზღვრობას დასხივებისას ბიოლოგიური იარაღით, მაგრამ მათაც არ ეგონათ, რომ ასეთი ეფექტი ექნებოდა. კიდევ კარგი კედლის იქითაა გამომწვდეული და ქალაქში არ მიძვრება, თქვა მელნიკმა. პასუხი არავის გაუწია. ილაპარაკეთ, ნუ გავჩუმდებით, ის ნაგავი ტვინის ქერქში გიძვრებათ. ოჰანესიან, რას ფიქრობ? სტალკერმა გვერდით
ჯდომს უჯლუგუნი წაჰკრა ულმან შენი დედაც რას მიშტარები ხარ მე შემომხედე ნუ ხარ ჩუმად გიალერსება გეძახის თვალების ხამხამით თქვა ზორბა ულმანმა კარგადაც გიალერსება ვერ ნახე დელიაგინს რა მოვიდა სტალკერმა მაგარი სილას სტკიცა მებრძოლს და ისიც გამოფხიზლდა ხელები ჩაშჭიდეთ ერთმანეთს ყველამ ჩაშჭიდეთ არ ცხრებოდა სტალკერი ნუ ხართ უქმად არწომ სერგეი მე მიყურეთ ქვემოთ კი საზარელ ბუყბუყა მასას თითქმის მთელი ბაქანი შეეცო და ჯერაც ჯიუტად მოიწევდა მათკენ ბიჭებო არ დავუთმოთ მოდი ვიმღეროთ სტალკერი არ ცხრებოდა ეკაჩებოდა თავის ჯარისკაცებს ზოგს სილა გააცდა ზოგს ალერსიანად უსვამდა ხელს და გონზე მოჰყავდა მერე კი ხრინწიანი ხმით წამოიწყო ადექი ქვეყანავს საბრძოლელად ადექი წყეულ ხროვას ულმანმაც მიბაძა მატარებლის გარშემო ბუყბუყი გაძლიერდა არწიომი არ ახვა მომღერლებს რადგან ეს სიმღერა არ იცოდა პირველი სტროფისა და მისამღერის გარდა სიტყვები არავინ იცოდა და შემდეგი სტროფის სტალკერმა მარტომ ჩაათავა თვალებს ააბრიალებდა და არავის აძლევდა სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას მისამღერს ყველა ახვა პატარა ოლეგიც კი უზარმაზარ დარბაზში უხეში ჩახლეჩილი ქუხარე ხმები ისმოდა სიმღერა აღწევდა მოზაიკით მოჭიქულ მაღალ კამარებს და მათზე არეკლილი მოფუთფუთეთ ცოცხალ მასაში იკარგებოდა სხვა სიტუაციაში ასეთი სურათი ვაგონის თავზე ამძროალი და ხელი ჩაკიდებული მთელი ხმით აღრიალებული 7 ახმახი ნამდვილად აბსურდულად და სასაცილოდ გამოჩნდებოდა ახლა კი ეს ყველაფერი უფრო ღამის კოშმარს გავდა რომლიდან გამოფხიზლებასაც არწუმი ამაოდ ცდილობდა თვითონ არ მღეროდა მაგრამ პირს აღებდა და მუსიკის რიტმს უყვებოდა პირველი სტროფის სიტყვები ვერ გაარჩენდა გადაწყვიტა რომ სიმღერა მეტროში დარჩენილ ხალხს ეხებოდა მაგრამ ვინაიდან ტექსტში ნახსენები იყვნენ ფაშისტებიც დაასტუნა წითელი ბრიგადის ბრძოლას ასახავს პუშკინსკაიას მაცხოვრებლებთანო როცა ფიქრიდან გამოერკვა სიმღერა უკვე შეწყვეტილი იყო შესაძლოა შემდეგი სტროფები მელნიკმაც არ იცოდა ან მებრძოლები აღარ ახვდნენ ბიჭებო მოდი კომბატი მაინც ვიმღეროთ სტალკერი შეეცა და ახალი სიმღერა წამოეწყო მაგრამ რამდენიმე სიტყვის შემდეგ გაჩუმდა მებრძოლებმა ხელი უშოს ერთმანეთს წრეც დაირღვა ყველა დადუმდა თვით ანტონიც კი რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ბოდავდა და რაღაცას ლუღლუღებდა არწუმი გრძნობდა რომ მის თავში უაზრო სიცარიელეს ცვლი და გულგრილობისა და დაღრილობის მღვრიე ტალღა ყმაწვილი ცდილობდა არ დანებებოდა ფიქრობდა თავის მისიაზე გუნებაში იხსენებდა საბავშვო ლექსებს შიგადაშიგი კი იმეორებდა მე ვფიქრობ ჩემთან ვერ შემოძვრები მებრძოლი რომელსაც სტალკერმა ოჰანესიანი უწოდა უცებ წამოდგა და წელში გასწორდა აბა მე მივდივარ კარგად მენახეთ დაემშვიდობა თანაგუნდელებს სხვებმა გულგრილად შეხედეს მას მხოლოდ სტალკერმა დაუქნია თავი ოჰანესიანი ნაპირთან მივიდა და უყმანოდ წადგა ნაბიჯი წამის მერე ქვემოთ ერთდროულად ტყაპუნისა და მშიერი ბურდღუნის უსიამოვნო ხმები გაისმა გვეძახის წაიმღერა ულმანმაც და ადგომა დააპირა არწუმის თავში შელოცვასავით გამეორებული სიტყვები მე ვფიქრობ ჩემთან ვერ შემოძვრები სიტყვა მეზე შეწყდა ახლა იგი უბრალოდ იმეორებდა მე და ვერც ამჩნევდა რომ ამას ხმამაღლა ამბობდა ძალიან ნუდო და ქვემოთ ჩაეხედა გაეგო მართლა ისე მახინჯია იქ მოძრავი მასა როგორც პირველად მოიჩვენა თუ შეცდა გაახსენდა სიტყვები კრემლის შორეული ვარსკვლავების შესახებ უცებ პატარა ოლეგი მკვირცხლად წამოხდა ფეხზე და მხიარული სიცილით გადახტა ქვევით ცოცხალმა საფლობმა ერთი დაიბუყბუყა და ბავშვის სხეული შთანთქა არწუმს შეშურდა და თვითონაც დააპირა მას მიხოლოდა მაგრამ ორიოდე წამში შესაძლოა ზუსტად იმ წამს როცა საზარელმა მასამ ოლეგს სიცოცხლე წაართვა მამამისმა შეჰყვირა და თვალი გაახილა ანტონი მძიმედ სუნთქავდა და თვალებს დაფეთებული აცეცებდა მერე წამოდგა და დანარჩენებს ეცა ანჯღრებდა და პასუხს ითხოვდა სად არის რა მოვიდა სადაა ჩემი შვილი სადაა ოლეგ მებრძოლებს თანდათან დაუბრუნდათ აზრი და განსჯა არწუმსაც აღარ ჯეროდა რომ მართლა დაინახა როგორ გადახტა ოლეგი მობუყბუყე მასაში ამიტომ არაფერი უთქვამს ხოლო ცდილობდა დაემშვიდობინა საბრალო ანტონი რომელიც სულ უფრო და უფრო ღელავდა სამაგეროდ მისმა ისტერიკამ საბოლოოდ გამოაფხიზლა არწუმის და მთელი რაზმიც მათაც გადაედოთ ანტონის აგზნება განრისხება და სასოწარკვეთილება დაუბრუნდათ საღი განსჯის უნარი სტალკერმა რამდენჯერმე საცდელად ესროლა ნივთები მოძრავ მასას მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია მაშინ ცეცხლ ფრქვევით შეიარაღებულ მებრძოლს ზურგჩანთა მოახსნევინა და უბრძანა საწვავიანი ჩანთა რაც შეიძლება შორს მოესროლა ორ სხვა მებრძოლს კი დაავალა რომ
ჩანთის ვარდნის ადგილი გაენათებინა, თვითონ იარაღი მოიჯმარჯვა და ხელით სიგნალი მისცა. მებრძოლი აიმართა, ისროლა ჩანთა და კინაღამ თვითონაც გადავარდა, მაგრამ ბოლო წამს როგორღაც მოახერხა თავის შეკავება. დაწეკით მელნიკი დაელოდა, სანამ ჩანთა ზეთოვან მოძრავ ზედაპირს შეეხებოდა და ჩახმახს გამოჰკრა. ჩანთის ვარდნას არწივი სახურავზე გაწოლილი შესქეროდა. როგორც კი სროლის ხმა მოესმა, სახე ხელებში ჩარგო და ვაგონის ცივ ჯავშანს მთელი ძალით გაეკრა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ არწივი კინაღამ სახურავიდან გადავარდა. ვაგონი გადაქანდა. ბაქანზე დაღრული საწვავი ნარინჯისფრად აალდა. ერთი წუთის განმავლობაში საფლობის ბუყბუყი არ შეწყვეტილა. მერე კი ხმამ თანდათან იკლო. მიდის ზედ თავზე დაჰყვირა გახარებულმა ულმანმა. არწივმა თავი ასწია. ფარნის შუქზე კარგად ჩანდა, რომ მასა, რომელსაც სულ ახლახან მთლიანად გაევსო უზარმაზარი დარბაზი, იკუმშებოდა და უკან ესკალატორისაკენ იხევდა. ჩქარა წამოხდა მელნიკი, როგორც კი ქვევით ჩაცოცდება, ყველანი მომყევით, აი იმ გვირაბში. არწივს გაუკვირდა სტალკერის უეცარი სიმტკიცე, მაგრამ აღარაფერი უკითხავს. მეთაურის წინანდელი ყოყმანი გაბრუებულობას მიაწერა. ახლა სტალკერი კვლავ რაზმის ფხიზელი და სწრაფი ლიდერი იყო, რომელსაც შენიშვნას ვერავინ გაუბედავდა. განსჯის დრო არ რჩებოდა. არწივისთვის ახლა მთავარი იყო დროზე გაესწრო ამ წყეული სადგური და სანამ კრემლის სარდაფებში დაბუდებული ეს უცნაური არსება გონს მოვიდოდა და მათ შესაჭმელად მობრუნდებოდა. სადგური აღარც საოცარი იყო და აღარც მშვენიერი. პირიქით ყველაფერი მტრული და საზიზღარი ჩანდა. მუშები და გლეხი ქალები კედლის პანოებიდან თითქოს იბღვირებოდნენ. მონღიმართ კი ყალბი და პირფერული გამოხედვა ჰქონდათ. ყველანი გაჭირვებით ჩამოხვდნენ ბაქანზე და სადგურის მოპირდაპირე მხარეს მიაშურეს. ანტონიც თლად გამოფხიზლდა და ფეხდაფეხ მიჰყვა დანარჩენებს, ასე რომ რაზმს უკვე აღარაფერი აკავებდა. 20 წუთის თავქუდმოგლეჯილი სირბლის შემდეგ არწივს სუნთქვა შეეკრა, სხვებიც დაიღალნენ. ბოლოს სტალკერმა ნება დართო, სწრაფ სიარულზე გადასულიყვნენ. სად მივდივართ? ჰკითხა არწივმა მეთაურს, როცა წამოეწია. გონი ახლა ტვერსკაიას ქუჩის ქვეშ ვართ. მალე მაიაკოვსკაიასთან გავალთ. იქ მოვიფიქრებთ რამეს. როგორ გაიგეთ, რომ გვირაბში უნდა შევსულიყავით? იკითხა არწივმა. გენშტაბის რუკაზე იყო ნაჩვენები, მაგრამ ეს მე მხოლოდ ბოლო წუთს გამახსენდა. არწივი ჩაფიქრდა, თუ მისი აღტაცება კრემლის სადგურის სურათებით და ქანდაკებებით სხვისი ნების შედეგი იყო. ნაკადახევი კრემლში დაბუდებული საზარელი არსების მიერ. არწივს გაახსენდა ზიზღი და შიშიც, რომელსაც სადგური იწვევდა მოჩვენების გაქრობის შემდეგ და ამ გრძნობის რეალურობაშიც ეჭვი შეეპარა. იქნებ ლომჯინჭველმა ჯერ აღტაცება და სადგურზე დარჩენის სურვილი შთააგონა მათ, მერე კი თავქუდმოგლეჯით გაქცევის სურვილი უკარნა ხამ. რა გრძნობები ეკუთვნოდა საზოგადოდ არწივს, რა აზრები ჩნდებოდა მის თავში, გაათავისუფლა საზარელმა არსებამ მისი გონება თუ ახლაც შთააგონებს რამეს. როდის აღმოჩნდა არწივი მისი ჰიპნოტური ზეგავლენის ქვეშ, ბოლოს ოდესმე თუ ჰქონდა თავისუფალი არჩევანი, არწივს ისევ გაახსენდა თავისი საუბარი პოლიანკის ორ უცნაურ მაცხოვრებელთან. უკან მიიხედა და დაინახა ანტონი, რომელიც ორ ნაბიჯზე მოსდევდა. იგი აღარ კითხულობდა შვილის ამბავს. ვიღაცამ უკვე უთხრა ყველაფერი. ანტონის გაქვავებული სახე მკვდრისას გავდა. თითქოს გარეშემო ვერაფერს ხედავდა. ხვდებოდა და თუ არა, რომ ბავშვის სიკვდილი უაზრო შემთხვევითობა იყო, თუმცა ხომ სწორედ მისმა სიკვდილმა გადაარჩინა დანარჩენები. მაშინ შემთხვევითობა იყო თუ მსხვერპლი? ჩვენ ყველანი მგონი სწორედ ოლეგმა გადაგვარჩინა იმან გამოგაფხიზლად. უთხრა არწივმა ანტონს. დიახ, ანტონს გამომეტყველება არ შესწვლია. მან გითხრა, რომ თქვენ სტრატეგიულ სარაკეტო ჯარში მსახურობდით. ტაქტიკურში შეუსწორა ანტონმა. ტოჩკა ისკანდერი და სხვა სისტემები, სმერჩი, ურაგანი, ჩაერთულ საუბარში სტალკერი, რომელსაც მათი ლაპარაკი ესმოდა. ეგეც შემიძლია. სავალდებულო სამსახური რომ მოვათავე, მერე ვისწავლე. მაინტერესებდა, სანამ არ მივხვდი რა მოყვება ამას. ანტონს არავითარი ემოცია არ ეტყობოდა, სულ არ აწუხებდა, რომ მისი საიდუმლო უცხო პირებმაც შეიტყვეს. მოკლედ, მექანიკურად პასუხობდა. მელნიკმა თავი დაუქნია და ისევ წინ წავიდა. ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება. ფრთხილად სცადა არწივმა დალაპარაკება. იცით, ჩვენთან ვედეენ ხაზზე საშინელება ხდება და მაშინვე გაწყვიტა სიტყვა. სინამდვილეში მას მერე რაც მან ბოლო დღეღამის განმავლობაში ნახა, აღარც მშობლიური სადგურის ამბები აშინებდა, აღარც მეტროსა და თვით ადამიანის საბოლოო განადგურება.
გაიფიქრა, შეიძლება ეს აზრიც კი საკუთარი კი არა, გარედან თავს მოხვეული იყოსო. იქ ჩვენთან ზემოდან ისეთი არსებები მოდიან, მაინც განაგრძო, მაგრამ ანტონმა ხელის აწევით შეაჩერა და ნაღვლიანად თქვა: თქვი, მხოლოდ რა უნდა ვქნა, იმას შევასრულებ. ახლა მოცლილი ვარ. როგორ დავბრუნდე შინ შვილის გარეშე? არწევმა სწრაფად დაუქნია თავი და გაშორდა. თავს უხერხულად გრძნობდა. დახმარებას თხოვდა კაცს, რომელსაც ისის იყო შვილი მოუკვდა. ბავშვის სიკვდილი კი მისი არწევის ბრალი იყო. არწევმა დაწინაურებულ სტალკერს მიაკითხა. მეთაურს აშკარად შეცვლოდა გუნება, რაღაცას ღიღინებდა. არწევი რომ დაინახა, გაუღიმა. არწევმა ყური მიუგდო მელოდიას, რომელსაც მელნიკი რის ვაივაგალხით აცუდვილებდა. იგივე სიმღერა იყო წმიდათა წმინდა ომის შესახებ, რომელსაც სახურავზე მღეროდნენ. ჯერ მეგონა რომ ამ სიმღერაში შავებთან ჩვენი ომია ნახსენები. სტალკერს გაუობა საუბარი გაუობა არწევმა. მერე კი მივხვდი რომ სიმღერა ფაშისტებზეა. ვისი დაწერილია? კომუნისტებისა წითელი ხაზიდან? ეს სიმღერა 100 წლისა მაინც არის. თუ 150-ისა, არა. თქვა მელნიკმა თავის კატუნით. ის ჯერ ერთ ომსზე დაწერეს, მერე მეორეს მოარგეს. სწორედ ისაა კარგი, რომ ყველა ომში გამოდგება. ადამიანს ყოველთვის თავისი თავი გონია ნათელი მხარე, მოწინააღმდეგე კი ბნელი. და ასეც იფიქრებენ ფრონტის ორივე მხარეს. თავისთვის დაუმატა არწევმა. ეს ხომ არ ნიშნავს მისი ფიქრი ისევ შავებს გადასწვდა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათთვის შავებისათვის და ბოროტებასა და ბნელს ჩვეულებრივი ადამიანები წარმოადგენენ. არწევი შეკრთა და თავის თავს აუკრძალა ფიქრი შავებზე, როგორც ჩვეულებრივ მტრებზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცოდოს, მათი შებრალება არ შეიძლება. აი რა ვიფიქრე, უცებ ალაპარაკდა მეთაური. ჩვენი ქვეყანა ასეთია, ამ ხალხისათვის ყველა დრო ერთია. ვერაფერს უზამ, თუნდაც ყველაფერი თავზე დაალეწო. აი ახლაც ქვეყნის აღსასრულს, როცა ქუჩაში რადიაციისგან დამცავი კოსტუმის გარეშე ცხვრს ვერ გაყოფ, როცა 1000 საზიზღარი რაღაც მომრავლდა, რომელსაც ძველად მხოლოდ კინოში თუ ნახავდი, მაინც ისეთივენი არიან. გონია რომ არაფერი შეცვლილა. აი დღეს კრემლში ვიყავი. სტალკერმა ცალკმად გაიცინა და ვფიქრობ, პრინციპში არც იქაა რამე ახალი. რაც წინათ ხდებოდა, ისევ ის ხდება. ახლა აღარც კი ვიცი ნამდვილად როდის შემოგვაჩეჩეს ეს საზიზღრობა. 30 წლის წინ თუ 300 წლის წინ? კი, მაგრამ 300 წლის წინ ასეთი იარაღი გან არსებობდა? დაეჭვდა არწევი. სტალკერს პასუხი არ გაუცია. დიდი მუხლუხის გამოსახულებას იატაკზე კიდევ ორჯერ თუ სამჯერ წააწყდნენ, მაგრამ არც ველურები უნახავთ, არც მათი იქ ცოტა ხნის წინ ყოფნის კვალი შეუმჩნევიათ. პირველი სურათი რომ დაინახეს, მებრძოლებმა წყობა შეცვალეს, რომ თავდაცვა უფრო ადვილი ყოფილიყო, მაგრამ მესამე ჯერზე დაძაბულობამ გაუარად. ტყუილი არ უთქვამთ, ეტყობა დღეს მართლაც უქმე აქვთ. სხედან სადუგრებში, გვირაბებში არ გამოდიან. მშვიდად შენიშნა ულმანმა. სტალკერი სხვა რამეზე ფიქრობდა. მისი ანგარიშით მეტროში გასასვლელი სადაც იწყებოდა სარაკეტო ნაწილის მისადგომი გზა სადღაც სულ ახლო უნდა ყოფილიყო. ამიტომ წამდაუწუმა ამოწმებდა ხელით გადახატულ გეგმას და თავისთვის ბუტბუტებდა. სადღაც აქ ეს ხომ არა კუთხე სხვა, არც ჰერმოსაკეტი ჩანს, წესით უკვე მისულები უნდა ვიყოთ. ბოლოს და ბოლოს გზაგასაყარზე შეჩერდნენ. მარცხნივ გისოსით გადაკეტილი ჩიხის ბოლოს ჰერმოჭიშკრის ნანგრევები ჩანდა. მარჯვნივ სანამდეც თვალი წვდებოდა, პირდაპირ გვირაბი იყო. მოვსულ ვართ, დაასკვნა მელნიკმა. რუკაზეც ეგრეა. იმ გისოს უკან ჩამონგრეული ნაპირია, როგორც გამარჯვების პარკში და გასასვლელიც უნდა იყოს. აი ის, რომელთანაც ტრეწიაკი მოკლეს. ესაა. სტალკერი გეგმას ჯიბის ფარნით ანათებდა და ბუტბუტს განაგრძობდა. ამ გასაყარიდან დასასვლელი პირდაპირ იმ დივიზიონზე გადის. ეს კი კრემლთან მიდის, ჩვენც იქიდან მოვედით, ყველაფერი ემთხვევა. ულმანთან ერთად გისოს იქით გაძვრა. 10-ოდე წუთს ჩიხში დაეხეტებოდნენ. ფარნით ათვალიერებდნენ კედლებსა და ჭერს. კარგადაა საქმე, არის გასასვლელი. იატაკში მრგვალი ხუფია, საკანალიზაციო ლუქს გავს. თქვა სტალკერმა, როცა დაბრუნდნენ. მორჩა, ადგილზე ვართ, ვისვენებთ. როგორც კი ზურგჩანთები მოიხსნეს და ძირს დასხდნენ, არწევს უეცრად ძილი მოერია. მიუხედავად იმისა, რომ მოუხერხებლად იჯდა, ან ძალიან დაიღალა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ან ჯერ კიდევ მოქმედებდა საწამლავიანი ნემსი. როგორც წინა სიზმრებში, ვედეენხა ახლაც უკაცრიელი და ბნელი იყო. გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც წინასწარ იცოდა, რა მოხდებოდა ახლა.
როგორც წინა სიზმარში მიესალმა იქვე მოთამაშე გოგონას და პირდაპირ რელსებისკენ გაემართა. შორეულ ხმებს და ვედრებას გვიშველითო. შორეულ ხმებს და ვედრებას გვიშველეთო თითქმის აღარ შეუშინებია. ხვდებოდა რომ ამ აკვიატებულ სიზმარს სულ სხვა მიზეზი აქვს. მიზეზი კი გვირაბებშია საშიშროების არსი უნდა გაიგოს, გარემო დაზვეროს და შედეგები სამხრეთელ მოკავშირეებს მოახსენოს. თუმცა ბნელ გვირაბში შევიდა თუ არა, მაშინვე გაუქრა თავდაჯერება და ვეღარაფრით გაიაზრა რატომ აქ ან როგორ უნდა იმოქმედოს შემდგომ. არწმუნს ისევ შეეშინდა. სწორედ ისე როგორც მაშინ, როცა სადგური პირველად დატოვა მარტომ. გაურკვევლობა უფრო აფრთხობდა ვიდრე სიმღერა და გვირაბის ხმები. ბუნდოვნად ახსენდებოდა თავისი ქმედება წინა სიზმრებში. ბოლოს გადაწყვიტა არ უყოლოდა შიშ და წინევლო მანამ სანამ პირისპირ არ შეხვდებოდა იმას, ვინც სიბნელეში მიმალული ელოდებოდა. ვიღაც მოდიოდა მის შესახვედრად ისევე ნელა, როგორც არწმუნი მიიწევდა მისკენ, მაგრამ არა მასავით ფრთხილად და მოზომილად, არამედ თავისუფლად, ლაღად. როცა არწმუნი ჩერდებოდა სულის მოსაბრუნებლად, ისიც ჩერდებოდა, დაიფიცა. ამჯერად არავითარ შემთხვევაში აღარ გავიქცევიო. უჩინა როვრეულამდე 3 მეტრში ყვაწვილი მანძილს ხმის მიხედვით ხვდებოდა. მუხლები კი არა უკანკალდა, არამედ პირდაპირ მოეკეცა, მაგრამ ძალღონე მოიკრიბა და ერთი ნაბიჯი კიდევ წადგა წინ. უცებ სახეზე იგრძნო ვიღაცის მოახლოებით გამოწვეული ჰაერის ლამუნი და ვეღარ გაუძლო. უხილავ არსებას ხელი ჰკრა და მოკურცხლა. მირბოდა ძალიან დიდხანს, 1-2 საათის განმავლობაში, მაგრამ მშობლიური სადგური აღარსად იყო. არც სხვა სადგური, არც საერთოდ არაფერი, მხოლოდ უსასრულოდ ბნელი გვირაბი, რაც კიდევ უფრო ზარავდა. გეყოფა ძილი, დამთავრდა კრება. ხარში ხელი წაკრა ულმანმა და დაუფარავი შურით ჰკითხა, ამას როგორ ახერხებ? არწმუნს შერცვა, თანარაზმელების წრეში მოქცეული მელნიკი რუკაზე რაღაცას აჩვენებდა და განმარტებებს იძლეოდა. აი, უხსნიდა სტალკერი რაზმის წევრებს. დანიშნულების ადგილამდე ალბათ 20 კილომეტრია, ეს ბევრი არაა. თუ ჩქარა და შეუფერხებლად ვივლით, ნახევარ დღეში მოვასწრებთ. სამხედრო ნაწილი ზედაპირზეა, მაგრამ მის ქვეშ ბუნკერია და გვირაბიც მისკენ მიდის. მოსაფიქრებლად დრო აღარ გრჩება. უნდა დავცილდეთ ერთმანეთს. არწმუნ გაიგვიძე? შენ მეტროში ბრუნდები, ულმანს შენ დაგიტოვებ, დანარჩენებს კი რაკეტულ დივიზიონთან მეწავიყვან. არწმუნმა გაპროტესტება დააპირა, მაგრამ სტალკერმა მოუთმენლა დაუქნია ხელი და კუთხეში მიყრილი ზურგჩანთების გადანაწილებას შეუდგა. თქვენ 2 დამცავ კოსტუმს წაიღებთ, ჩვენ 4-ს ვიტოვებთ, ვინ იცის რა მოხდება, რაციებიდან 1 თქვენ, მეორე ჩვენ. კიდევ კარგი საწყობიდან საჭიროზე 2-ჯერ მეტი წამოვიღე. მაშ დავინაწილოთ, ახლა ინსტრუქტაჟი. მიხვალთ მშვიდობის გამზირზე, სადაც გელოდებიან შიკრიკები, რომლებიც უკვე გავგზავნე. 1 დღის შემდეგ მან მაჯის საათს დახედა. ზუსტად 11 საათის შემდეგ ზედაპირზე ახვალთ და ჩვენ სიგნალს დაიჭერთ. თუ ყველაფერი რიგზე იქნება და ჩვენ კავშირზე ვიქნებით, დაიწყებთ ოპერაციას. ამოცანაა, რაც შეიძლება ახლოს მიხვიდეთ ბოტანიკურ ბაღთან. ახვიდეთ მაღლა და დაგვეხმაროთ დამიზნებასა და ცეცხლის კორექტირებაში. სმერჩებს დაფარვის ფართობი შეზღუდული აქვთ. ჩვენ კი არ ვიცით რამდენი რაკეტაა დარჩენილი. თანაც ბაღი დიდია. შენ ნუგეშინია, მიუბრუნდა უცებ არწმუნს. ამ ყველაფერს ულმანი გააკეთებს, შენ ისე ხარ წონისათვის. თუმცა რა თქმა უნდა, შენგანაც არის რაღაც ხეერი. ის მაინც იცი რას გვანან შავები. შემდეგ კი განაგრძო. ვფიქრობ, ოსტანკინოს კოშკის ზედგანმოჭრილია, რომ დამიზნება იქიდან მოხდეს. კოშკის შუა ნაწილი უფრო ფართოა და იქ ერთ დროს რესტორანი იყო მოსკოვის შესანიშნავი ხედებითა და ხიზილალას ბუტერბროდებით, რომელთა ფასი ცას წვდებოდა. იქიდან ბოტანიკური ბაღის ყველა კუნჭული მოჩანს. ამიტომ შეეცადეთ კოშკზე მოხვდეთ. თუ ამას ვერ მოახერხებთ, გვერდზე მრავალსართულიანი სახლებია, თეთრი ფორმით, რუსულ პესგავს. როგორც გვაცნობეს, თითქმის ყველა მიტოვებულია. აი მოსკოვის რუკა. ეს კი ჩვენთვისაა. ზედ ყველაფერი კვადრატებადაა დატანილი, ყველაფერი ნახეთ და ჩვენ შეგვატყობინეთ. დანარჩენი ჩვენი საქმეა, ძნელი არაფერია. ინსტრუქტაჟი დაბეჭდებით დაასრულა სტალკერმა. კითხვები გააქვთ? და იქ თუ არავითარი ბუდი არა აქვთ, იკითხა არწმუნმა. პასუხად სტალკერმა ხელი დაარტყა რუკას, რაც ნიშნავდა, რომ ასეთი დაუჯერებელი ვარიანტის განხილვას არ აპირებდა. მერე უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო. არწმუნს თვალი ჩაუკრა და წამოიძახა. მოიცა, შენთვის რაღაცა მაქვს შენახული.
მელნიკმა თავისი ჩათიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკი. არტემმა გახსნა პაკეტი და ამოიღო გაცრეცილ ბლანკზე დაბეჭდილი პასპორტი და საბავშვო წიგნი შიგ ჩადებული ფოტოგრაფიით, რომელიც ერთ დროს კალიდინის გამზრზე იპოვა მიტოვებულ ბინაში და ოლეგის ძებნისას კიევსკაიაზე დარჩა. მელნიკმა კი არ დაიზარა და ამას ყველაფერს თან დაათრევდა. გვერდით მჯდომმა ულმანმა გაკვირვებით გადახედა ჯერ არწევს, მერე სტალკერს. პირადი ნივთები გაიღიმა მელნიკმა და ხელები გაშალა. არწევს ძალიან მოუნდა რაიმე გუთფრილი ეთქვა, მაგრამ სტალკერი უკვე დანარჩენ მებრძოლებს აძლევდა მითითებებს. არწევი ფიქრებში გართულ ანტონს მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა. გაგუმარჯვებოდეს. ანტონმა აზრისაგან დაცლილი თვალები მიაპყრო, უხმოდ დაუქნია თავი და ზურგჩანთას დასვდა. დამშვიდობების გარეშე დანიშნეთ დრო, თქვა სტალკერმა და გავიდა. მე-19 თავი. არწევმა და ულმანმა ერთად ასწეს თუჯის მძიმე მრგვალი ხუფი, რომელიც ჩასასვლელს ფარავდა. ქვემოთ გამოჩნდა ვიწრო ვერტიკალური შახტა, რომელსაც ბეტონის რგოლები ქმნიდა. რგოლებში მეტალის კავები იყო ჩამაგრებული, ორივენი ჩასასვლელად გაემზადნენ. როგორც კი პირისპირ დარჩნენ, ულმანმა სტილი შეიცვალა. მოკლე ბრძანებულ ფრაზებზე გადავიდა. ლუქს სახურავი მოხადეს თუ არა, ულმანმა არწევს ფარანი ჩააქრომინა. თვალებზე ღამის ხედვის ხელსაწყო გაიკეთა და პირველი ჩავიდა ლუქში. ქვემოთ ჩასვლა არწევს სიბნელეში მოუხდა, თან მეტალის კავებს ებღაუჭებოდა. არ ესმოდა რა საჭირო იყო ამგვარი სიფრთხილე, რადგან კრემლის შემდეგ მათ არავითარი საფრთხე არ შეხვედრიათ. ამიტომ დაასკვნა სტალკერმა ან რაღაც განსაკუთრებული დავალება მისცა ულმანს, ან მარტო დარჩენილს ვითომ მოუნდა ბრძანებლობაო. მებრძოლმა არწევს ფეხზე შეავლო ქვემოდან ხელი და ამით ანიშნა გაჩერებულიყო. მაწვილი დაემორჩილა და დაელოდა, რომ ულმანი შეყოვნების მიზეზსაც აუხსნიდა, მაგრამ ულმანი უსიტყვოდ ჩახდა ძირს. რამდენიმე წამში სროლის ხმა გაისმა. ახლა ჩამოდი, ჩურჩულით დართო ნება ულმანმა და ქვემოთ სინათლე აანთო. არწევი ჩახდა, წამოდგა, ხელები დაიბერტყა და მიმოიხედა. მოკლე დაახლოებით 15 ნაბიჯის სიგრძის დერეფანში იყვნენ. დერეფანს ერთი ლუქი, ანუ ის, საიდანაც ჩახდნენ, ჭერში ჰქონდა. მეორე კი იატაკზე იყო და თუჯის ხუფი ეფარა. მათ გვერდით სისხლის გუბეში მკვდარი ველური ეკდო, ხელში ჩამღუჯული ჩასასუნთქი მილით. გასასვლელს იცავდა, ჩუმად უპასუხა ულმანმა. არწიომის უხმო კითხვას, მაგრამ ჩაეძინა, ალბათ არ ელოდა, რომ ამ მხრიდან ვინმე ამოვიდოდა. შენ ძილში მოკალი? იკითხა არწევმა. მერე რა, რაინდული ქცევა არ არის? ჩაიფრუტუნა ულმანმა. არა უშავს, ახია მაგაზე. მოვალეობის აღსრულების დროს ეძინა. თადაც წმინდა დღის წესი დაარღვია, ხომ ნათქვამი იყო გვირაბში თქვენი ფეხი არ იყოსო. ულმანმა გვამი გვერდზე გაათრია, ლუქს ხუფი ახადა და ისევ ჩააქრო ფარანი. ეს შახტა ათასნაირი რამერუმით იყო გამოტენილი. შესასვლელს უცხო თვალი ვერც შეამჩნევდა. მეტალის ფურცლები, კბილანები, რესორები, მონიკელებული სახელურები ერთ ვაგონს გაავსებდა. აკოკოლოვებული ნივთები ჭერამდე წვდებოდა და რაღაც სასწაულით იცავდა წონასწორობას. კედელთან ვიწრო გასასვლელი რჩებოდა, მაგრამ შიგ გაძრომა მთელი ამ მეტალის კოშკის თავზე დაუმხობლად შეუძლებელი ჩანდა. კარი, რომელსაც სანახევროდ მიწა ჰქონდა მიყრილი, კვადრატულ დერეფანში გადიოდა. მარცხნივ გზა არ იყო, ამიტომ მარჯვნივ გაუხვიეს და დერეფნის სტანდარტულ ფართო გვირაბში ამოყვეს თავი. იგრძნობოდა, რომ საზღვარი ერთმანეთს გადახლართულ ორ მიწისქვეშა სამყაროს შორის გადალახულია. აქ მეტროში სუნთქვაც უფრო ადვილი იყო. ჰაერი ნესტიანი იყო, მაგრამ არა ისეთი ჩამკვდარებული, როგორც D6-ის საიდუმლო გზებში. უნდა გადაეწყვიტათ საიდკენ წასულიყვნენ. ალალბეძე სიარული არ ღირდა. ამ გადასასვლელში შეიძლებოდა მეოთხე რაიხის სასაზღვრო პუნქტი ყოფილიყო. რუქის მიხედვით მაიაკოვსკაიადან ჩეხოვსკაიამდე სულ 20 წუთის სავალი იყო. არწევმა თავისი პაკეტიდან ამოქექა გასისხლიანებული რუქა, რომელიც მას დანილასაგან ერგო და მის მიხედვით განსაზღვრა სწორი მიმართულება. 5 წუთიც არ გასულა, რომ მაიაკოვსკაიას მიაღწია. ულმანი ჩამოჯდა. სული მოითქვა და მძიმე მუზარადი მოიხადა. აწეთლებული ოფლიანი სახელოთი შეიწმინდა და მოკლედ შეჭრილი ქერა თმაც შეისწორა.
ულმანი ზორბატანისა იყო და ქცევაც გვირაბის გამოცდილი ბინადრისა ჰქონდა. ამიტომ, მაგრამ არტიომზე ბევრად უფროსი არ ჩანდა. 30 წელზე მეტის არ უნდა ყოფილიყო. არტიომი საჭმლის ძებნას შეუდგა და ამასობაში მოასწრო სადგურის დათვალიერებაც. აღარც კი ახსოვდა, როდის ჭამა რაიმე უკანასკნელად და მშიერმა კუჭმა გვარიანად შეაწუხა. ულმანს კი თან არავითარი მარაგი არ ჰქონდა. ბანიაკოვსკაია თავისი წყობითა და განწყობით კიევსკაიას წააგავდა. ოდესღაც კოხთა სადგური ახლა სანახირო დანგრეული ჩანდა. კედლები და ჭერი წყალს დაელაქავებინა. მთელ დარბაზში მხოლოდ ერთგან ენთო პატარა ცეცხლი. აქაურებს საწვავი არ ჰქონდათ. ხალხი დაფლეთილ კარვებს აფარებდა თავს. ზოგი სულაც პირდაპირ ბაქანზე იწვა. ეს იყო ოდესღაც ლამაზი და კოხთა სადგურის შავი აჩრდილი. აქაურები ერთმანეთს ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ, როგორც მომაკვდავის სასტუმალთან. თუმცა ამ გაუბედურებულ ადგილასაც მოიძებნა მაღაზია, ძველი დაკემსილი სამადგილიანი კარავი, რომლის წინაც პატარა გასაშლელი მაგიდა იდგა. ასორტიმენტი მწირი იყო, გატყავებული ვირთხები, გამხმარი, დანაუჭებული სოკოები და ძველი კვადრატებად დაჭრილი ხავსი. ფასები კი ლამაზი კალიგრაფიით მიეწერათ ვაზნის ქვეშ დადებული გაზეთის ნახევზე. მუშტარი არავინ იყო, ერთი გამხდარი ბეჭებში მოხრილი ქალის გარდა, რომელსაც თან პატარა ბიჭი ახლდა. ბავშვმა დახლზე დადებული ვირთხისაგან გაიწია, მაგრამ დედამ დატუქსა. ხელი არ ახლო, ამ კვირაში ხორცი უკვე ვჭამეთ. ბავშვი თითქოს დამორჩილდა, მაგრამ როგორც კი დედამ პირი იბრუნა, ისევ შეეცა და მიპაროდა დახლზე დადებულ ცხოველს. კოლკა, მე რა გითხარი, ცუდად თუ მოიქცევი, გვირაბიდან ეშმაკები წაგიყვანენ. აი შენი საშკა არ უჯერებდა დედას და წაათრიეს კიდეც. უჯავდებოდა ქალი ბავშვს, თან ცდილობდა დახლიდან მოეცილებინა. არტიომსა და ულმანს მადა დაეკარგათ. არტიომმა გადაწყვიტა მშვიდობის გამზირამდე მოეთფინა. იქ სოკო მაინც იქნებოდა უფრო ახალი. ვირთხა არ გნებავთ, კლიენტის თვალწინ შევწვავთ. შეაძლია მაღაზიის მელოტმა მეპატრონებ. ხარისხის სერტიფიკატიც გვაქვს. მადლობელი ვარ, უკვე ვისადილე. სასწრაფოდ იუარა ულმანმა. არტიომ შენ რა გინდოდა? ოღონდ ხავსი არა იყო, თორემ მუცელში მეოთხე მსოფლიო ომი დაგეწყება. ბავშვიანმა ქალმა საყვედურით გახედა. ხელში ორი ვაზნა ჩაებღუჯა, რომელიც ჩამოწერილი ფასების მიხედვით მხოლოდ ხავსის საყიდლად თუ იკმარებდა. ქალმა შეამჩნია, რომ არტიომი მის მწირ კაპიტალს უყურებდა და ხელი ზურგს უკან წაიღო. რას დამდგარ ხარ? შეუღრინა ბრაზით. თუ არ ყიდულობ, წაეთრი აქედან. ყველა მილიონერი ხომ ვერ იქნება. რას დაგიჭყეტია თვალები? არტიომმა პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ თვალი ბავშვისაკენ გაექცა. ბიჭი ძალიან გავდა ოლეგს. ისეთივე თმა ჰქონდა თხელი და უფერო. დაწითრებული თვალები, პაჭუა ცხვირი. ბიჭმა თითი პირში ჩაიდო. არტიომს მორცხვად გაუღიმა და ქვეშიდან ახედა. არტიომმა იგრძნო, რომ უნებურად გაეღიმა, თვალებზე კი ცრემლი მოადგა. ქალმა თვალი შეასწრო და გაცუფთა. გათახსირებულებო, გარყვნილებო დაჰკივლა თვალების ბრიალით. წამო კოლენკა, წამო შვილო, შინ წავიდეთ. ხელი მოჰკიდა ბავშვს და წაათრია. მოიცათ. არტიომმა თავისი ავტომატის სათადარიგო ბუდიდან რამდენიმე ვაზნა წამოყარა. ქალს წამოეწია და ვაზნები გაუწოდა. აიღეთ, ეს თქვენი ბიჭისთვისაა. ქალმა უნდობლად შეხედა, მერე პირი დამცინავად დაღმიჭა. შენ რა გონია 5 ვაზნისათვის საკუთარი შვილს გავიმეტებ? არტიომი ერთბაშად ვერც კი მიხვდა, რას ეუბნებოდა ქალი. ბოლოს იაზრა და პირი დააღო, რომ თავი ემართლებინა, მაგრამ ვეღარც ეს მოახერხა. ქალი კმაყოფილი დარჩა ეფექტით, რომელიც მისმა სიტყვებმა მოახდინა და რისხვაც გაუნელდა. 20 ვაზნა მომეცი და ნახევარი საათით ყავდეს. არტიომს ენა ჩაუვარდა, თავი გაიქნია, შებრუნდა და ლამის სირბილით გასცილდა იქაურობას. ძუნწო, 15 მაინც გაიმეტე, მიაძახა ქალმა. ულმანი ისევ იქიდგა და გამყიდოს რაღაცას ეუბნებოდა. ვირთხაზე რას ფიქრობთ, არ გინდათ? კითხა მაღაზიის პატრონმა. როცა უკან დაბრუნებული არტიომი დაინახა. ცოტაც და გული ამერევა, დაიჩივლა ყმაწვილმა. ულმანმა ხელი გამოსდო და სადგური სასწრაფოდ დატოვეს. რატომ იტეხ კისერს? კითხა ულმანმა, როდესაც ბელორუსკაიასკენ მიმავალ გვირაბში შევიდნენ. არტიომს ჯერაც გული ერეოდა, მაგრამ ულმანს მაინც უამბო, რაც მოხდა. თუმცა ულმანს დიდად არ გაჰკვირებია ეს ამბავი.
მერე რა სიცოცხლე ხომ უნდა შეეპასუხა ყმაწვილს. კი მაგრამ რა სასჭირო ასეთი სიცოცხლე არწევს გააჟრჟოლა რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს ებღაუჭები არსებობას ითმენ ამ სიბინძურეს დამცირებას შვილებით ვაჭრობ ხავს ხეთქავ რისთვის არწევმა სიტყვა გაწყვიტა გაახსენა ჰანტერის ნათქვამი გადარჩენის ინსტინქტის შესახებ რომ არაფერს დაიშურებდა თავისა და სხვების გადასარჩენა და ამისთვის ტყის ნადირივით იბრძოლებდა. მისმა ამ სიტყვებმა გაუჩინა არწევს ბრძოლისა და ქვეყნიერების შეცვლის სურვილი. გაახსენდა ბაყაყი, რომელსაც მათ ჯამში თავისი ფეხებით რძე შეტყვიბა და კარაქად აქცია, მაგრამ ახლა რატომღაც მამობილის ნათქვამი უფრო მართებულად ეჩვენებოდა. რისთვის გამოაჯავრა ულმანმა, ბიჭო, შენ რისთვისღაც ცოცხლობ? არწევმა ინანა რომ ეს საუბარი წამოიწყო. ულმანი ნამდვილად კარგი მებრძოლი იყო, მაგრამ მასთან კამათი მაინც და მაინც საინტერესო არ ჩანდა, თუმცა ვერ მოითმინა და მაინც შეეპასუხა. დიახ, პირადად მე რისთვის? ხო, რისთვის? ულმას სიცილი აუტყდა. კაცობრიობის გადასარჩენად? კარგი რა სისულელეა. ამას ხვებიც მიხედავენ. მაგალითად მე, ულმანმა ფარანის სახეზე მიიშუქა და არწევმის დასანახად დაიღმიჭა. ვითომ გმირის სახე მიიღო. არწევმა შეუბღვირა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მერე კიდევ განაგრძო ულმანმა. ყველა ამისთვის ხო ვერ იცხოვრებს? შენ მოგწონს უაზრო სიცოცხლე? არწევმა შეეცადა შეკითხვა ირონიულად გამოსულოდა. როგორ თუ უაზრო, ჩემს სიცოცხლეს აქვს აზრი, ისეთივე როგორიც ნებისმიერისა. საერთოდ კი სიცოცხლის აზრის ძიება ჩვეულებრივი სქესობრივი მომწიფების პერიოდში იციან. გეტყობა მომწიფება დაგაგვიანდა. ულმანის ტონი სახუმარო იყო და არწევს არ წყენია. ულმანს კი საკუთარი ნათქვამი მოეწონა და ლაქ-ლაქი განაგრძო. მახსოვს ჩემი თავი 17 წლის არ ვიყავი. სულ ვცდილობდი გამეგო რა არის სიცოცხლის აზრი. სიცოცხლის აზრი ძმაო ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთია. ბავშვები გააკეთო და გაზარდო. მერე თვითონ იწვალონ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ეს არის რა, ამაზეა ქვეყანა აწყობილი. აი ასეთია თეორია. ულმანმა ისევ გაიცინა. მაშ მე რატომ მომყვები? სიცოცხლის საფრთხეში რატომ იგდებ? თუ არ გჯერა კაცობრიობის ხსნისა? მცირედი პაუზის შემდეგ კითხა არწევმა. ჯერ ერთი ნაბრძანები მაქვს, მოუჭრა ულმანმა. რომ გიბრძანებენ, ჭინჭკინი არ შეიძლება. მეორეც, მარტო ბავშვების კეთება არ კბარა, იმათ გაზრდაც უნდა. როგორ გავზრდით თუ კი თქვენი ვიგინდარები ვედეენხაზე შეთქვეფენ? ულმას ისეთი დარწმუნებულობა ეტყობოდა, სამყაროს სურათი მისთვის ისეთი მარტივი და კარგად ამწყობილი იყო, რომ არწევმა აღარ ინდომა მასთან დავის გაგრძელება. მით უმეტეს ულმანისაგან გადამდების სიმტკიცე მოდიოდა. მელნიკის სიტყვები გამართლდა. მაიაკოვსკაიასა და ბელუროვსკაიას შორის გვირაბში სიწყლარე იყო. რაღაცა ხმაკი ისმოდა სამვენტილაციო შახტებში, მაგრამ სამაგიერო შიგადაშიგ ნორმალური ზომის ვირთხებით დასუნსულებდნენ. ამან არწევი დაამშვიდა. გადასასვლელი საოცრად მოკლე გამოდგა. დავა მოთავებული არც ჰქონდათ, როცა წინ სადგურის ნათურები აკიაფთა. ჰანზის მეზობლობა ბელორუსკაიასთვის სასიკეთო ჩანდა. მაიაკოვსკაიასა და კიევსკაიასთან შედარებით. მას უკეთ იცავდნენ. შესასვლელიდან 10 მეტრზე ბლოკპოსტი იყო. სილიან ტომრებზე ტყვიან ფრქვევი იდგა. გუშაგების ჯგუფი კი 5 კაცისგან შედგებოდა. არწევს და ულმანს საბუთები შეუმოწმეს და თავაზიანად კითხეს: რეიხიდან ხომ არა ხართო? არა, გულმოდგინედ არწმუნებდნენ არწევს. რეიხის საწინააღმდეგო აქ არაფერი აქვს. ეს სავაჭრო სადგურია და იცავს სრულ ნეიტრალიტეტს. აქ სახელმწიფოთა შორის კონფლიქტში არავინ ერევა. გუშაგთა უფროსი ჰანზას, რეიხსა და წითელ ხაზს სახელმწიფოებად განიხილავდა. სანამ გზას გააგრძელებდნენ წრიულ ხაზზე, გზავრებმა დასვენება და დანაყრება მოინდომეს. მდიდრულსა და პეციან საუზმეში მშვენივრად მომზადებულ და ძალიან იაფ შემწვარ ხორცთან ერთად არწევმა სრული ინფორმაციაც მიიღო ბელორუსკაიას შესახებ. მოპირდაპირ მაგიდასთან მჯდარი მრგვალსახიანი ქერაკაცი, რომელსაც ლეონიდ პეტროვიჩი ერქვა, მადიანად შეექცევდა ბეკონიან ტაფამწვარს და ლუკმასა და ლუკმას შორის ხალისიანად ყვებოდა თავისი სადგურის ამბავს. როგორც გაირკვა, ბელორუსკაიას კეთილდღეობის საფუძველი ღორისა და ქათმის ხორცის ტრანზიტი იყო. წრიული ხაზის გაღმა სოკოლთან და
ვოიკოვსკაიასთან უფრო ახლოს უზარმაზარი და ძალიან მომგებიანი მეურნეობები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვოიკოვსკაია მიწის ზედაპირს ემეზობლებოდა. გვირაბები და ტექნიკური გადასასვლელები გადაქცეული იყო კილომეტრობით გადაჭიმულ მესაქონლეობის ფერმებად, რომლებიც სურსაც აწვდიდნენ მთელ ჰანზას, მეოთხე რეიხს და მუდამ სანახევროდ მშიერ წითელ ხაზს. ამას გარდა დინამოს მოსახლეობამ სადგურზე მათ წინ მცხოვრებთაგან მემკვიდრეობად მიიღო ხელმარჯვეობა თერძის საქმეში. სწორედ აქ კერავდნენ და ყიდდნენ ღორის ტყავის ქურთუკებს, რომლებიც არწივმა ნახა მშვიდობის გამზირზე. ზამოსკვორეცკაიას ხაზის ამ ბოლოზე არავითარი საფრთხე არ არსებობდა, არც სოკოლი, არც აეროპორტი, არც დინამო, ერთხელაც კი არ აუწიოკებია ვინმეს. ჰანზას მათზე პრეტენზია არ ჰქონდა. იგი იმით კმაყოფილდებოდა, რომ ბაჟს იღებდა ტრანზიტისას, თუმცა ამავე დროს მის მაცხოვრებლებს იცავდა ფაშისტებისა და წითლებისაგან. ბელორუსკაიაზე თითქმის ყველა ვაჭრობას მისდევდა. ფერმერები სოკოლიდან და მკერავები დინამოდან იშვიათად მოდიოდნენ ხელზე სავაჭროდ. მოგება თავზე საყრელი იყო. ხალხს იქითა მხრიდან ასე ეძახდნენ მათ. ადამიანებ შებმული დრეზინებითა და ვაგონეტებით მოჰქონდათ ღორის ხორცი და ცოცხალი ქათმები. ამისთვის ბაქანზე საგანგებო ამწეებიც იყო დადგმული. ანგარიშის გასწორების შემდეგ ვაჭრები შინ ბრუნდებოდნენ. სადგურზე ცხოვრება დუღდა. ფეხმარდი ვაჭრები ბელორუსკაიაზე მათ რატომღაც მენეჯერებს ეძახდნენ. დარბოდნენ ტერმინალიდან საქონლის ჩამოსაცრელი ადგილიდან საწყობებამდე და დაკუნთულ მტვირთავებს ბრძანებებს აძლევდნენ. მათ ხელში ჩხაკუნობდა ვაზნებიანი ტომსიკები, კარგად დაზეთილ ბორბლებზე მდგარი ურიკები, დატვირთული ყუთებითა და ფუთებით უხმოდ მიგორავდა დახლებისკენ ან წრიული ხაზის საზღვრისაკენ, სადაც საქონელს იღებდნენ ვაჭრები ჰანზიდან, ან ბაქნის მომპირდაპირ მხრისაკენ, სადაც თავის დაკვეთებს რეიხის ხალხი ელოდებოდა. ფაშისტები აქ ბევრნი იყვნენ, უმეტესობა რიგითები კი არა, არამედ ოფიცრები. ისინი სხვაგვარად იქცეოდნენ, თავხედობდნენ, მაგრამ მათი ქცევა ზრდილობის ჩარჩოებიდან არ გამოდიოდა. ადგილობრივ ვაჭრებსა და მტვირთავებს შორის შავგროვანი ბიჭების ერივნენ. ფაშისტები მათ კი უბღვერდნენ, მაგრამ ვერ ბედავდნენ თავიანთი წესების მიხედვით მოქმედებას. ჩვენ აქ ბანკებიც გვაქვს. მათგან რეიხიდან ბევრი მოდის ვითომ საყიდლებზე, ნამდვილად კი იმისთვის, რომ ფული შეიტანონ. უთხრა არწივს მისმა მოსაუბრემ. ამიტომ ხელს არ გვახლებენ. ჩვენ იმათთვის შვეიცარია ვართ. დაუმატა მან. არწივმა ვერ გაიგო ბოლოს სიტყვების მნიშვნელობა. რა კარგი აქვს თქვენთან, ყოველი შემთხვევისათვის თავაზიანად შენიშნა არწივმა. მხოლოდ ბელორუსკაიაზე ვლაპარაკობთ. თქვენ თვითონ საიდან ხართ? იკითხა ბოლოს ლეონიდ პეტროვიჩმა. ულმანი თავისი საჭმლით იყო გართული და შეკითხვას ყური არ ათხოვა. მე ვედენხადან ვარ. გასცა პასუხი არწივმა და ულმანს გადახედა. რას ამბობთ, რა საშინელებაა? ლეონიდ პეტროვიჩმა დანაჩანგალიც კი განზე გადადო. ამბობენ, რომ იქ ყველაფერი ხელიდანაა წესული. ყური მოვკარი ძლივს იცავენ სადგურს. ხალხის ნახევარი უკვე დაიღუპაო. მართალია? არწივს ლუკმა ხახაში გაეჭხირა. რაც უნდა მოხდეს, მაინც უნდა მიაღწევს ვედენხას, ნახოს თავისიანები. თუნდაც უკანასკნელად. როგორ მოხდა, რომ ძვირფასი დრო ჭამას მოანდომა? არწივმა ანგარიში მოითხოვა, თებში იქით გასწია. ულმანის პროტესტს ყური არ ათხოვა და ძალით წაიყოლა თან. მათ ჩაუარეს ხორცთა და ტანსაცმლის სავსე დახლებს, მოფუსფუსე შუამავლებს, მტვირთავებს, მედიდურად მოსეირნ ფაშისტ ოფიცრებს და მიაღწიეს მეტალის ღობით გამოყოფილ გასასვლელს წრიულ მარშრუტზე. შესასვლელი კარის ზევით ეკიდა თეთრი ალამი. შუაში ყავისფერი წრით, ორი ავტომატიანი კაცი, რომელთაც ნაცნობი რუხი ფერის ფორმა ეცვათ, ამოწმებდნენ საბუთებს და ათვალიერებდნენ ნივთებს. ჰანზის ტერიტორიაზე გასვლა არწივს ასე არასდროს გაადვილებია. ულმანმა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჩაეყლაპა ბოლო ლუკმა, ჯიბეები მოიქექა, რაღაც ფარატინა საბუთი ამოიღო და მესაზღვრეებს გაუწოდა. მათაც მაშინვე გამყოფი ბარიერი გადასწიეს და ორივე გაატარეს. ეგ რა არის? იკითხა არწივმა. არის რა, ორდერის წიგნა კი მედლისათვის, სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის. გაიხუმრა ულმანმა. წრიულ ხაზზე გადასასვლელი ციხესიმაგრისა და სავაჭრო საწყობების უცნაურ ნარევს წარმოადგენდა. ჰანზის მეორე საზღვარი იწყებოდა გზებზე გადასასვლელი ხიდების უკან. აღმართული იყო ნამდვილი რედუტები, შეიარაღებული ტყვია-მფრქვევებით და ცეცხლ-მფრქვევებითაც კი.
ცოტა მოშორებით სამი ადამიანის ბრინჯაოს ქანდაკება იდგა. ავტომატით შეიარაღებული წვერებიანი გლეხი, გამხდარი ახალგაზრდა ქალი და თოფიანი ჭაბუკი. ალბათ ბელორუსკაიას დამაარსებლები ან მუტანტებთან ბრძოლის გმირები არიან, გაიფიქრა არტიომმა. მათ უკან ნამდვილი გარნიზონი იყო. 20 ჯარისკაცზე ნაკლები არ იქნებოდა. რეიხის გამოა, აუხსნა არტიომს ულმანმა. ფაშისტებთან ასია საჭირო, ენდე, მაგრამ შეამოწმე. შვეიცარიისთვის მართალია ხელი არ უხლიათ, მაგრამ საფრანგეთი კი გადათელეს. ისტორია არ მეხერხება, გამოტყდა არტიომი. ჩემმა მამობილმა სახელმძღვანელო ვერაფრით ვერ იშოვა, მხოლოდ ძველი საბერძნეთის მითები წამიკითხავს. დართვირთული მუშების რიგი დაუსრულებად მოძრაობდა. მხრებზე მოგდებული ტვირთით ჭიანჭველებს გავდნენ. ჰანზა ხარბად თქავდა სოკოლის, დინამოსა და აეროპორტის თითქმის მთელ პროდუქციას. მათი ნაკადი კარგად მოწესრიგებული იყო. ერთი ესკალატორით ძირს ჩადიოდნენ დატვირთულები, მეორედ კი ზემოთ ამოდიოდნენ ხელცარიელები. მესამე ესკალატორი დანარჩენ მგზავრებს ემსახურებოდა. ქვემოთ შუშის ჯიხურში იჯდა ავტომატიანი ჯარისკაცი, რომელიც ესკალატორს ადევნებდა თვალყურს. მანაც შეამოწმა არტიომისა და ულმანის დოკუმენტები და მიაწოდა შტამპიანი ქაღალდები მითითებით. დროებითი რეგისტრაცია, ტრანზიტი. იქ ეწერა თარიღიც, გზა თავისუფალი იყო. ამ სადგურსაც ბელორუსკაია ერქვა, მაგრამ თავისი რადიალური ორეულისაგან ძალზე განსხვავდებოდა. ასე ერთმანეთისგან განსხვავებული შეიძლება ყოფილიყვნენ ტყუპის ცალები, რომელთაგან ერთი დაბადებისთანავე სამეფო ოჯახში მოხვდა, მეორე კი იშვილა და გაზარდა უქონელმა ღარიბმა. პირველი ბელორუსკაიას კეთილდღეობა და ფუფუნება არარაობად გამოჩნდა წრიული ხაზის სადგურთან შედარებით. გაკრიალებული თეთრი კედლები პრიალებდა, ჭერს კი ჩახლართული გამოძერწილი ორნამენტი ამშვენებდა. ნეონის ნათურები თვალის მომჭრელად ანათებდა. მთელ სადგურზე მხოლოდ სამი ენთო, მაგრამ განათებისათვის ესეც საკმაოზე მეტი იყო. ბაქანზე მტვირთავების მწკრივი იყოფოდა. ერთი ნაწილი მიდიოდა ლიანდაგებისაკენ, მარცხნივ თაღების ქვეშ, მეორე კი მარჯვნივ. ისინი ტვირთს ძირს ყრიდნენ და სირბილით ბრუნდებოდნენ უკან ახლის სასაღებად. ლიანდაგთან ორი გაჩერება იყო მოწყობილი, ერთი საქონლისთვის, სადაც პატარა ამწეც დაედგათ, მეორე კი მგზავრებისთვის, სადაც საბილეთო სალარო გაემართათ. ყოველ 15-20 წუთში სადგურში მოდიოდა საბარგო დრეზინა, რომელზეც ყუთებსა და ტომრებს ტვირთავდნენ. დრეზინის სახელურებთან 3-4 კაცი იდგა, მათ გარდა დრეზინას მცველიც ახლდა. სამგზავრო დრეზინები უფრო იშვიათად დადიოდა. არტიომს და ულმანს 40 წუთზე მეტხანს მოუხდათ და კონდუქტორმა აუხსნა, ტრამვაის შევსებას ელოდება, რომ მუშები ტყუილუბრალოდ არ მომსდარიყვნენ. მეტროში კიდევ შეიძლებოდა ბილეთის ყიდვა. თითოეულ მონაკვეთზე თითო ვაზდად, როგორც მაშინ სადგურიდან სადგურამდე, და ეს არტიომს საოცრებად მოეჩვენა. რაღაცა დროით თავისი გასაჭირი და ეჭვები დაავიწყდა კიდევაც. იდგა და თვალს ადევნებდა, თან ფიქრობდა, როგორი მშვენიერი უნდა ყოფილიყო ცხოვრება წინათ, როდესაც მეტროს ლიანდაგებზე ხელით სამართავი დრეზინების მაგიერ უზარმაზარი გაკრიალებული მატარებლები მოძრაობდნენ. აი თქვენი ტრამვაიც მოდის, გამოუცხადა კონდუქტორმა და პატარა ზარი დააწკარულა. დიდი დრეზინა გაჩერებასთან დადგა. მასზე მიბმულ პატარა ვაგონს ხის გრძელით ჩამოსაჯდომები ჰქონდა. მგზავრებმა ბილეთები უჩვენეს კონტროლერს და დასხდნენ. ტრამვაი კიდევ რამდენიმე წუთს იდგა და მგზავრებს ელოდა, მერე კი დაიძრა. სკამების ნახევარი ისე იყო დადგმული, რომ მგზავრები წინ იყურებოდნენ, მეორე ნახევარზე მსხდომნი კი უკან. არტიომი და ულმანი ერთმანეთისგან ზურგშექცევით ჩამოსხდნენ თავისუფალ სკამებზე. რატომა ეს სკამები ასე უცნაურად დადგმული? კითხა არტიომმა თავის მეზობელს, 60-ოდე წლის ქალს, რომელსაც შალის ძველი თავშალი ჰქონდა თავზე შემოხვეული. მაშ როგორ გინდა? ამხრები აიჩეჩა ქალმა. გვირაბს უპატრონოდ ხომ ვერ დავტოვებთ? თავქარიანები ხართ, ახალგაზრდები. არ გაგიგია გუშინ წირა მოხდა? აი, ამ ხელა ვირთხა, ქალმა მკლავები ფართოდ გაშალა, ამ მოხდა ლიანდაგიდან და მგზავრი წაათრია. ეგ ვირთხა კი არა, მუტანტი იყო, ჩაერია ლაპარაკში დაბამბულ ქურთუკიანი პატარა კაცი. მუტანტი, ეგ ამბავი კურსკაიაზე მოხდა, იქ მუტანტები ყველგან მიძვრებიან. გეუბნები ვირთხა იყო, წინა ნინა პროკოფიევნამ ჩემმა მეზობელმა მითხრა, გაწიწმად და ქალი. ისინი კიდევ კარგ ხანს დაობდნენ, მაგრამ არტიომი ყურს აღარ უგდებდა. მისი ფიქრები კვლავ ვედეეხას დასტრიალებდა. უკვე მტკიცედ გადაეწყვიტა, რომ ზემოთ ასვლამდე იქამდე, სანამ ულმანთან ერთად
ოსტანკინოს კოშკისაკენ წავიდოდნენ, უთუოდ უნდა ეცადა თავისი მშობლიური სადგურის მონახულება. ჯერ არ იცოდა როგორ შეძლებდა დაერწმუნებინა ულმანი, რომ ეს აუცილებელი იყო, მაგრამ ცუდი წინაგრძნობა აღარ ასვენებდა. ეს იყო უკანასკნელი შანსი თავისი სახლისა და ახლობლების ნახვისა და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ვინ იცის მერე რა მოხდება? სტალკერმა კი თქვა, რომ მათი ამოცანა მარტივია, მაგრამ არწუმს მაინც და მაინც არ სჯეროდა, რომ ოდესმე კიდევ შეხვდებოდა მას. ამიტომ ზემოთ ასვლამდე ვინ იცის, ეგებ უკანასკნელადაც უთუოდ უნდა დაბრუნდეს ვედეენხაზე, თუნდაც ცოტა ხნით. ვედეენხა, რა კარგად ჟღერს ეს სახელი. მელოდიურად, ალერსიანად არ მომწყინდება მისი სმენა, გაიფიქრა არტიომმა. ნუ თუ მართლაც ამბობდა ის კაცი შემთხვევით რომ გადააწდა ბელორუსკაიაზე, ნუ თუ შემოსეული შავები საცა აიღებენ მას, ნუ თუ მცველთა ნახევარი უკვე გაწყდა, როცა ცდილობდნენ გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილებას. რამდენი ხანია იქ არ ყოფილა? 2 კვირა, 3? არტიომმა თვალები დახუჭა, ცდილობდა წარმოედგინა მშობლიური სადგურის ელეგანტური თაღები, სპილენძის კოხთა სავენტილაციო გისოსებით, კარვების რიგები დარბაზში. აი ეს ჟენკასია, აქეთ კი მისია. დრეზნა რბილად და რიტმულად ირწეოდა და არტიომმა ვერც შეამჩნია, როგორ ჩაეძინა. კვლავ ვედეენხა დაესიზმრა. აღარ უკვირდა აღარაფერი, არც რაიმეს გაგონებას ცდილობდა, არც გაგებას. მთავარი სადგურზე კი არა, გვირაბში იყო. ეს ზუსტად ახსოვდა. კარვიდან გამოვიდა, გეზი ლიანდაგებისაკენ აიღო. ძირს ჩახდა და სამხრეთით ბოტანიკური ბაღისკენ წავიდა. წყდიადის აღარ ეშინოდა. შიშის ზარს სცემდა მხოლოდ მომავალი შეხვედრა გვირაბში. ვინელის იქ? რას ნიშნავს ეს? რატომ ვერასდროს გაბედა ბოლომდე გაძლება? მისი ორეული ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა გვირაბის სიღრმეში. მტკიცე ფეხის ხმა ახლოვდებოდა და არტიომს ახლაც ერთიანად წაერთვა ნებისყოფა. ოღონდ ამჯერად მაინც მოახერხა ცოტაოდენი ძალღონის მოკრება. მუხლები უკანკალებდა, მაგრამ როდესაც ჰაერის მსუბუქმა ლამონმა მიახვედრა, რომ ნიდუმალი არსება სულ რამდენიმე სანტიმეტრზეა, არტიომმა გაუძლო და არ გაქცეულა. არ გაიქცე, შენს ბედს თვალებში შეხედე. ჩაესმა ყურში ნიავივით მოშრიალე ხმა. არტიომს გაახსენდა, ან აქამდე როგორ დაავიწყდა, რომ ჯიბეში სანთებელა ედო. ხელის ცეცებით მიაგდო მას და აანთო, მაგრამ მის დანახვაზე ენა მუცელში ჩაუვარდა. იგრძნო, რომ ნამბიჯს ვეღარ გადადგამდა და თითქოს ფეხებით მიწას მიეწება. მის გვერდით უძრავად იდგა შავი და ფართოდ გახილული ღრმა თვალებით გუგები არ უჩანდა. უცდილობდა არტიომისთვის თვალში გაეყარა. არტიომმა დაიყვირა. ვაი, დედა, გულხელ დაკრიფილი ქალი მძიმედ სუნთქავდა. როგორ დამაფრთხე შეჩვენებულო? გვაპატიეთ, ეგ ცოტა ნერვიულია. ბოდიში მოიხადა ულმანმა, მერე კი არტიომს მიუბრუნდა. ბარემ თქვი რა ნახე, იქ შეგადარეულო? ქალმა ცნობის მოყარედ მიაპყრო მოჭუტული და ქუთუთოებ დასიებული თვალები. კოშმარი ვნახე, უპასუხა არტიომმა. ბოდიშს ვიხდი. სიზმარი? რა მგრძნობიარეები ხართ ახალგაზრდები? ქალი ისევ გაკაპასდა. უცნაური ის იყო, რომ ამჯერად არტიომს იმდენ ხანს ეძინა, ნოვოსლობოდსკაიას სადგური გამოეპარა. ის გაიხსენა რა იყო მნიშვნელოვანი სიზმარში, რომ ტრამვაი მშვიდობის გამზირზე გაჩერდა. ბელორუსკაიასგან განსხვავებით მშვიდობის გამზირზე საქმიანი ფუსფუსი არ შეიმჩნეოდა. სამაგიეროდ აქ თვალშისაცემი იყო სამხედროთა სიმრავლე. მებრძოლები სპეციალური დანიშნულების რაზმიდან ოფიცრები საინჟინრო ჯარების სამხრეებით. ბაქნის მეორე ბოლოში ლიანდაგზე იდგა ბრეზენტ გადაფარებული ყუთებით დატვირთული რამდენიმე სატვირთო მოტორ-დრეზინა, რომელთაც ჯარისკაცები იცავდნენ. დარბაზში პირდაპირ იატაკზე 50-მდე შილიფად ჩაცმული ადამიანი იჯდა. მათ უზარმაზარი ფუთები ეჭირათ და დაბნეულად იყურებოდნენ აქეთ-იქით. აქ რა ხდება? კითხა არტიომმა ულმანს. ეს აქ კი არა, თქვენთან ხდება, ვედეენხაზე, მიუგო ულმანმა. ეტყობა გვირაბის აფეთქებას აპირებენ. თუ მშვიდობის გამზირიდან შავები შეესევიან, ჰანზას კარგი დღე არ დაადგება. ალბათ ამიტომ პრევენციულ დარტყმას ამზადებენ. სანამ გადავიდოდნენ კალუგა რიგის ხაზზე, არტიომი დარწმუნდა, რომ ულმანი სწორად მსჯელობდა. ჰანზის სპეცრაზმი მუშაობდა რადიალურ სადგურზეც, არა და წესით იქ არაფერი ესაქმებოდა. გვირაბის ორივე შესასვლელი ვედეენხასკენ და ბოტანიკური ბაღისკენ გადაღობილი იყო.
ვიღაცის მიერ ნაჩქარებად მოწყობილ ბლოკპოსტებზე რატომღაც ჰანზის მესაზღვრეები მორიგეობდნენ. ბაზარში დახლების ნახევარი ცარიელი იყო. შეშინებული ადამიანები ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ერთ კუთხეში თავი მოეყარა ფუთებითა და ჩანთებით დატვირთულ რამდენიმე ათეულ ადამიანს. არწივი დააკვირდა და მიხვდა, რომ ოჯახები რიგში იდგნენ მაგიდასთან, რომელსაც ჰქონდა წარწერა, ტოლვილთა რეგისტრაცია. აქ დამელოდე, ჩვენთვის საჭირო კაც მომძებნი. ულმანმა დატოვა არწივი მოვაჭრეთა რიგებთან და თვითონ გაქრა. მაგრამ არწივს თავისი საქმე ჰქონდა. ჩამოვიდა ლიანდაგებზე, მივიდა ბლოკპოსტთან და მესაზღვრეს გამოელაპარაკა. ვედეენხაზე ჯერ კიდევ უშვებთ ხალხს? ჯერჯერობით კი, მაგრამ იქ წასვლას არ გირჩევთ. არ გაგიგიათ იქაურობას რაღაცა მაჯლაჯუნები შეესივნენ. სადგურზე მგონი უკვე ყველამ ფეხები გაჭიმა. ეთყობა ცუდი დღე ადგათ, რადგან ჩვენმა უფროსობამ უფასოდ დაუთმო საბრძოლო აღჭურვილობა. ოღონდ კი ხვალამდე გამაგრდნენ. და ხვალ რაღა მოხდება? ხვალ ვაფეთქებთ ყველაფერს და ეშმაკებს ვაახლებთ ჯოჯოხეთში. გამზირსაც და 300 მეტრზე ორივე გვირაბს დინამიტით გამოვტენით და მორჩა, მათი სახსენებელიც აღარ იქნება. კი მაგრამ უბრალოდ დამხმარე ძალა რომ გაუგზავნოთ? აკი გეუბნები მაჯლაჯუნებია მეთქი. იმდენი ფუთფუთებს რა დამხმარე ძალა ეყოფა? მერე და ჟირსკაიას ხალხს რა მოვა? თვითონ ვედეენხას არწივი ყურებს არ უჯერებდა. რამდენიმე დღის წინ გავაფრთხილეთ და აქედან მოდიან ნელ-ნელა. ჰანზა იფარებს. ჩვენც მხეცები ხომ არ ვართ, მაგრამ ცოტა ფეხს უნდა აუჩქარონ. ვადი სამოწურის შემდეგ ნურას უკაცრავად, ასე რომ შენც შეეცადე მალე მობრუნდე. რატომ მიდიხარ საქმე, ოჯახი? ყველაფერი, უპასუხა არწივმა და მესაზღვრემ თანაგრძნობით დაუქნია თავი. ულმანი თაღის ქვეშ იდგა და ჩუმად ელაპარაკებოდა ორ კაცს. ერთი შეუხედავი გარეგნობის ახალგაზრდა იყო, მეორეს კაცრი გამოხედვა ჰქონდა. მემანქანის კიტელი ეცვა და სადგურის უფროსის ყველა რეგალია ეკეთა მკერდზე. მანქანა ზემოთაა, ბაქში საწვავი ასხია. აქ ყოველი შემთხვევისთვის კიდევ მაქვს რაციები და დამცავი კოსტუმები. პეჩენეგიც მაქვს და დრაგუნოვიც. ახალგაზრდამ ორ დიდ შავ ჩანთაზე მიუთითა. ზევით ასვლა შეიძლება როცა გინდათ, როდის მივდივართ? სიგნალის ძებნას 8 საათის შემდეგ დავიწყებთ. იმ დროისთვის პოზიციაზე უნდა ვიყოთ, მიუგო ულმანმა. ჰერმოსაკეტი მუშაობს? კითხა მან უფროს. მოწესრიგებულია, დაუდასტურა ახალგაზრდამ. ოღონდ ხალხს უნდა დავახევინოთ უკან, რომ შიშით ყველას გული არ გაუსკდეთ. მას 5 საათს ვისვენებთ, მერე წინ გავსწევთ. შეაჯამა ულმანმა. როგორაა საქმე არწივ? ვიძინებთ უკვე? არ შემიძლია, აუცილებლად ჯერ ვედეენხაზე უნდა გავიდე. მინდა დავემშვიდობო იქაურობას. შენ სიმართლე თქვი. ესენი ყველა გვირაბს ააფეთქებენ. მშვიდობის გამზრიდან მოყოლებული. ცოცხლებით რომ დაუბრუნდეთ იქიდან, ჩემს სადგურს ვეღარასდროს ვნახავ, ამიტომ ახლა უნდა წავიდე. ყური მიგდე, თუ უბრალოდ გეშინია ზევით ასვლის, შენს შავებთან პირდაპირ თქვი. წამოიწყო ულმანმა, მაგრამ თვალი რომ გაუსწორა არწივს, სიტყვა გაუწყდა. ვიხუმრე ბოდიში. მართლა უნდა წავიდე, მტკიცედ გაიმეორა არწივმა, რომელმაც ბუნებაში იცოდა. ვედეენხაზე წავიდოდა, რადაც უნდა დაჯდომოდა. თუ ასე გინდა რა გაეწყობა? ულმანი დაიბნა. უკან დაბრუნებას მაინც ვერ მოასწრებ. მით უმეტეს თუ ვიღაცასთან გამოთხოვებას აპირებ. მოდი ასე ვქნათ. მე და პაშკა, აგერ ის ფუთები რომ უჭირავს, მანქანით წავალთ. მშვიდობის გამზირს გავივლით. ადრე გვინდოდა პირდაპირ კოშკისკენ წავსულიყავით, მაგრამ შეიძლება გადავუხვიოთ და ვედეენხას მეტროს ძველ შესასვლელთან მივიდეთ. ძველი სულ მილეწილია. თქვენებმა ალბათ იციან ეს ამბავი. იქ დაგელოდებით 5 საათისა და 50 წუთის შემდეგ. თუ დაიგვიანებ, ვეღარ მოგიცდით. კოსტუმი მიგააქვს? საათი? აჰა, ჩემი აიღე, მე პაშკას გამოვართმევ. ულმამა მეტალის სამაჯური შეიხსნა. 5 საათისა და 50 წუთის შემდეგ გაიმეორა არწივმა. ულმანს ხელი ჩამოართვა და სირბილით წავიდა ბლოკპოსტისაკენ. არწივის ხელახლა დანახვაზე მესაზღვრემ უკმაყოფილოდ შეხედა. ამ გადასასვლელში ხომ არაფერი ხდება უცნაური? კითხა არწივმა. მილებზე ამბობ, როგორც იქნა ცოტა მოვაწესრიგეთ. ამბობენ, ახლო რომ მიხვალ, ცოტა თავბრუ გეხვევაო, სიკვდილით კი არ ავიკვდება, უპასუხა მესაზღვრემ. არწივმა თავი დაუქნია მადლობის ნიშნა, დაანთო ფარანი და გვირაბში შევიდა. პირველი 10 წუთის განმავლობაში თავში რაღაც ფიქრები უტრიალებდა იმ საშიშროების შესახებ, რომელიც გადასასვლელებში ელოდა.
ასევე ბელორუსკაიაზე ნანახი საამური ცხოვრების შესახებ, ტრამვაისა და ნამდვილი მატარებლების შესახებ, მაგრამ გვირაბის სიბნელემ თანდათან ჩაუხშო გონებაში წამიარად გაევლებული სურათები და ფიქრები. ჯერ სიცარიელი და სიმშვიდე შეიგრძნო, მერე კი სხვა რამეზე დაფიქრდა. მისი მგზავრობა დასასრულს უახლოვდებოდა. რამდენ ხანს მოუნდა მთელი გზის გავლას? 2 კვირა? თვეზე მეტი? რა მარტივი და მოკლე ეგონა, როდესაც ალექსეევსკაიაზე დრეზინაზე დამჯდარი პატარა ფარნიშუქსი ათვალიერებდა თავის ძველ რუქას და ეძებდა მარშრუტს პოლისისაკენ. მაშინ ამ სამყაროს შესახებ არაფერი იცოდა. ამიტომ ეადვილებოდა გზის დაგეგმა და მისი სიგრძის ანგარიში. არ იყო საჭირო იმაზე ფიქრი თუ რა მოსდიოდათ ამ გზით მიმავალ მგზავრებს. ცხოვრებამ კი სრულიად სხვა დახლართული ძნელი სასიკვდილო საფრთხით სავსე ვარიანტი შესთავაზა. შემთხვევით თანამგზავრებსაც კი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ მასთან ყოფნა. არწომს ოლეგი გაახსენდა. პოლიანკაზე სერგეი ალექსანდროვი უმტკიცებდა, ყოველ ადამიანს თავისი წინა განგება აქვსო. განა შეიძლებოდა რომ ამ ბავშვის ხანმოკლე სიცოცხლის წინა განგება ყოფილიყო შემზარავი, უაზრო სიკვდილი რამდენიმე სხვა ადამიანის გადასარჩენად, მათი საქმის განგრძობისათვის. არწომს რატომღაც შესცივდა და გააჟრიალა. ამგვარი აზრის დაჯერება ნიშნავდა ამ მსხვერპლის მიღებას, დარწმუნებულობას, რომ იგი რჩეულია და უფლება აქვს განაგრძოს თავისი გზა სხვების სიცოცხლისა და ტანჯვის ხარჯზე. მას შესაძლოა ფეხქვეშ გათელო სხვები, დაუნგრიო, დაუმახინჯო ცხოვრება, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი წინა განგება აღასრულო? ოლეგი რა თქმა უნდა ძალიან პატარა იყო და ვერ დაუსვამდა თავის თავს კითხვას, რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, მაგრამ რომ დასჭირვებოდა ამაზე ფიქრი, ალბათ დასჯერდებოდა ამგვარ ბედსა და ამ ნარიწინა განგებას. რა თქმა უნდა, ბავშვი ისურვებდა უფრო აზრიანი როლის შესრულებას სამყაროში. ბოლოს და ბოლოს თუ კი საჭირო იქნებოდა თავისი სიცოცხლის გაწირვა სხვების გადასარჩენად, ეს უნდა შეესრულებინა შეგნებულად, ნებაყოფლობით უნდა ეტვირთა ეს ჯვარი. არწომს თვალწინ დაუდგა მიხაილ პორფირევიჩის, დანიელას ტრეწიაკის სახეები. რატომ დაიღუპნენ ისინი? რატომ გადარჩა თვითონ? რა მისცა მას ამის უფლება? ინანა რომ ახლა ულმანი არ იყო მასთან. იგი შეძლებდა ერთი ირონიული რეპლიკით მისი ეჭვების გაქარწყლებას. სხვაობა მათ შორის ის იყო, რომ მეტროში მგზავრობამ არწომს ქვეყანა თითქოს მრავალწახნაგოვან პრიზმაში დაანახა. ულმანს კი მისმა მძიმე ცხოვრებამ ასწავლა, რომ ყველაფერს მარტივად უნდა შეხედო, სნაიპერული შაშხანის სამიზნიდან. ვინ იცის ამ ორში რომელი იყო მართალი, მაგრამ არწომს უკვე აღარ ჯეროდა, რომ ყველა კითხვას აქვს მხოლოდ ერთადერთი სწორი პასუხი. საერთოდ კი ცხოვრებაში განსაკუთრებით მეტროში ყველაფერი იყო ბუნდოვანი და ცვალებადი. ეს არწომს პირველად ხანმა აუხსნა სადგურის საათის მაგალითზე. თუ კი სამყაროს აღქმის ასეთი საფუძველი დრო მოგონილი და პირობითი გამოდგა, მაშინ რაღა ითქმის სიცოცხლის შესახებ, არსებულ სხვა ურყევ წარმოდგენათა შესახებ, ყველაფერს ჰქონდა ერთდროულად რამდენიმე ახსნა. ხმებს მის მიერ განვლილ გვირაბებში, კრემლის ვარსკვლავთან ნათებას, ადამიანის სულის მუდმივ საიდუმლოსაც კი განსაკუთრებით ბევრი პასუხი ჰქონდა კითხვას, რისთვის? იმ ადამიანებს, რომლებიც არწომს შეხვდნენ, ჰქონდათ პასუხები ამ კითხვაზე. კაცჭამიებსაც გამარჯვების პარკში და ჩე გევარას სახელობის ბრიგადის მებრძოლებსაც, მაგრამ ყველას სექტანტებს, სატანისტებს, ფაშისტებს, ხანის მსგავს ფილოსოფოსებს, ავტომატებით შეიარაღებულებს, ყველა საკუთარი პასუხი ჰქონდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ არწომს ასე გაუჭირდა მათგან ერთადერთი ჭიშმარიტების ამორჩევა. რა კი ყოველდღე იღებდა პასუხის ახალ ვარიანტს. არწომს გაუჭირდა იმის დაჯერებაც, რომ სწორედ დღევანდელია ნამდვილი. მაინც ვის უნდა ერწმუნო დიდ მუხლუხს, კაცის მჭამელ ღმერთს, ელექტრომატარებლის მსგავს არსებას, რომელმაც ხელახლა გააჩნდა მოსახლეობა უნაყოფო გადამწვარ ქვეყანაზე, მრისხანე და შურის მაძიარებელ იაღვას, მის ანარეკლს სატანას, კომუნიზმს, იმას, რომ ცხვირპაჭუა ქერებით მახუჭუჭა მუქკანიან შავგრემანიან ხალხს ჯობნიან. რაღაცა კარნახობდა არწომს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. ნებისმიერი რწმენა ადამიანისთვის მხოლოდ კვერთხია, რომელსაც იგი შეიძლება დაეყრდნოს, რომ არ დაეცეს და რომელიც
ფეხზე წამოდგომაში დაეხმარება. თუ მაინც წაიფორთხილა და დაეცა, არწივმა ბავშვობისას ბევრი იცინა, როდესაც მამობილმა უამბო, როგორ აიღო მაიმუნმა ხელში ჯოხი და იქცა ადამიანად. მას შემდეგ ეტყობა აჭკვიანმა მაკაკამ აღარ გაუშვა ხელი ამ ჯოხს, ფიქრობდა არწივი, ამიტომაც ლაღად ვეღარ გასწორდა წელში. არწივს ესმოდა, რატომ და რისთვის სჭირდება ადამიანს ეს საყრდენი, რომ უიმისოდ სიცოცხლეც არიელი ხდება, მიტოვებული გვირაბივით. არწივს ჯერ კიდევ ესმოდა გამარჯვების პარკის მკვიდრი ველურის განწირული ყვირილი, როცა იგი მიხვდა, რომ დიდი მუხლუხი არ არსებობს და ქურუმების მონაგონია. რაღაც მსგავსი იგრძნო თვით არწივმაც, როცა გაიგო, რომ უხილავი დამკვირვებლები არ არსებობენ, მაგრამ მისთვის ბევრად უფრო ადვილი გამოდგა დამკვირვებლების მუხლუხისა და სხვა ღმერთების უარყოფა. მაშინ ნიშნავს ეს იმას, რომ იგი სხვებს არ გავს, რომ იგი სხვებზე ძლიერია? არწივი მიხვდა, რომ თავს იტყუებს. ჯოხი მასაც უჭირავს ხელში, უნდა გაბედოს და ეს გულახდილად უნდა აღიაროს. მისთვის საყრდენი ჯოხი იყო შეგნება იმისა, რომ იგი ძალზე მნიშვნელოვან დავალებას ასრულებს, რომ ახლა წყდება მეტროს ბედი, რომ შემთხვევით არ დაუკისრებიათ მისთვის ეს მისია. შეგნებულად თუ ქვეცნობიერად არწივი ყველგან ეძებდა მტკიცებულებებს, რომ სწორედ იგი არჩეული, მოწოდებული ამ მისიის აღსასრულებლად, მაგრამ იგი ჰანტერს არ აურჩევია, ეს ვიღაც თუ რაღაც სხვა იყო, უფრო დიადი. შავების მოსპობა თავისი ახლობლებისა და მშობლიური სადგურის მათგან გათავისუფლება, მეტროს დანგრევის თავიდან აცილება, ეს ამოცანა დიახაც სიცოცხლის ძირითადი ღირსეული ღერძი იყო. ყველაფერი, რაც არწივს გადახდა თავისი მგზავრობისას, ამტკიცებდა, იგი სხვებისგან განსხვავებულია, მისი ხვედრი განსაკუთრებულია. სწორედ მან უნდა გააცამტვროს უწმინდური ძალები, თორემ ისინი გაანადგურებენ კაცობრიობის დარჩენილ ნაწილს, სანამ ამ გზით მოდიოდა და სწორად ხსნიდა მისთვის განკუთვნილ მინიშნებებს. მისი ნებისყოფა გამარჯვებისკენ სწრაფად ძლევდა რეალობას, იფარავდა მას ტყუებისაგან, ურჩხულებისაგან, მტრებისგან, მოკავშირეებს უგზავნიდა საჭირო დროსა და საჭირო ადგილას. სხვაგვარად როგორ შეიძლება მიხვდეს კაცი, რატომ მიაწოდა მას დანილამ სარაკეტო ნაწილის ადგილმდებარეობის გეგმა, თვით ეს ნაწილი კი რაღაც სასწაულით გადარჩა 10 წლების წინ? როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ მას შეხვდა ანტონი? შესაძლოა ერთადერთი გადარჩენილი მერაკეტე მთელ მეტროში? ხოლოდ წინაგანგება მისა არწივს ხელში მძლავრი იარაღი და გაუგზავნა კაცი, რომელიც დაეხმარა იდუმალი და დაუნდობელი ძალის განადგურებასა და გაცამტვირებაში. სხვაგანად როგორ შეიძლება აიხსნას მისი სასწაულებრივი გადარჩენა საბედისწერო სიტუაციებში? სანამ მას სწამდა თავისი წინაგანგების, იგი უნებელი იყო, თუმცა მის გვერდით ყოფნი ერთმანეთის მიყოლებით იღუპებოდნენ. არწივის ფიქრები კვლავ დაუბრუნდა ანდრეევიჩის ნათქვამ პოლიანკაზე, ბედისწერისა და სიუჟეტის შესახებ. მაშინ ამ სიტყვებმა უბიძგეს არწივს და იგი გაეშურა წინ, როგორც ახალი დაზეთილი ზამბარა ქარხნის სათამაშოს გაცვეთილ დაჟანგულ მექანიზმში. თუმცა ამავე დროს ეს სიტყვები რატომღაც უსიამო შეგრძნებას იწვევდა. იქნებ იმიტომ, რომ ეს თეორია თავისუფალ ნებას ართმევდა მას. ახლა რომ დასჭირებოდა გადაწყვეტილების მიღება, მას თავისი სურვილით კი არ იზამდა, არამედ თავისი ბედისწერის სიუჟეტური ხაზის მიხედვით. მეორე მხრივ, იმის შემდეგ, რაც თავს გადახდა, როგორ შეიძლებოდა ამგვარი იდეის უარყოფა? ახლა აღარ შეეძლო დაჯერება, რომ მთელი მისი სიცოცხლე მხოლოდ შემთხვევითობათა ჯაჭვს წარმოადგენდა. იმდენად ბევრი რამ მოხდა, იმდენად დიდი გზა აქვს გამოვლილი, რომ ამ გაკვალული გზიდან გადახვევა ასე უცებ არ შეიძლება. რა კი ასე შორს შეტობა ბოლომდე წინ უნდა იაროს. ასეთია არჩეული გზის მკაცრი ლოგიკა. რაც მთავარია, მას სულაც არ უნდა გზიდან გადასვლა. ახლა გვიანია, ეჭვების დრო აღარ არის. წინ უნდა გასწიოს, თუნდაც ეს ნიშნავდეს პასუხისმგებლობას, არა მარტო საკუთარ, არამედ სხვათა სიცოცხლეზეც. მსხვერპლი ტყუილად არ არის გაღებული. მან უნდა მიიღოს იგი თავისი გზა ბოლომდე განლოს და დაამთავროს ის, რის გამოც მოვიდა ამ ქვეყნად. სწორედ ეს არის მისი ბედი. რატომ ადრე ვერ გავერკვიე, გაუკვირდა არწივს. ვეჭვობდი, რომ რჩეული არ ვარ, დროს ვხარჯავდი სისულელეზე, სულ ვყოყმანობდი, თუმცა პასუხი ყოველთვის ხვირწილ მქონდა. მართალი იყო ულმანი, ცხოვრების გართულება საჭირო არ არის. არწივმა მხნედ გადადგა მტკიცნაბიჯი, მილებიდან არავითარი ხმაური არ იცმოდა. გვირაბში ვედეენხამდე საშიში არაფერი ჩანდა, მაგრამ არწივს ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მშვიდობის გამზირისაკენ მიდიოდნენ. ესენი იყვნენ გაუბედურებული, საცოდავი ლტოლვილები, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს, ოღონდ საფრთხეს გასცლოდნენ.
ისინი არტიომს როგორც გიჟს ისე უყურებდნენ. იგი ერთი მიდიოდა იმ საზარელ მხარეს, საიდანაც ყველა გარბოდა. არც რიჟსკაიაზე და არც ალექსეევსკაიაზე საგუშაგო არ ჩანდა. თავის ფიქრებში გართულმა არტიომმა ვერც კი შეამჩნია, როგორ მივიდა ვდნხ-მდე. თუმცა უკვე არანაკლებ 2 საათისა იყო გასული. როდესაც სადგურში შევიდა და იქაურობას თვალი მოავლო, არტიომი უნებურად შეკრთა. ისე ჰგავდა ყველაფერი კოშმარულ სიზმრებში ნანახს. განათება სანახევროდ გამორთული იყო. ჰაერში დამწვარი თოფის წამლის სუნი იდგა, სადღაც შორს კუდესა და ქალის გულამომჯდარი ქვითინი ისმოდა. არტიომმა ავტომატი მოიმარჯვა და გზა განაგრძო. ფრთხილადული და გვერდს სვეტებს და ყურადღებით უთვალთვალებდა ჩრდილებს. ეტყობოდა, რომ შავებმა მოახერხეს თუნდაც ერთხელ წინააღმდეგობის დაძლევა და სადგურამდე მიღწევა. კარების ნაწილი გაპარტახებული იყო. რამდენიმე ადგილზე იატაკზე სისხლის გამხმარი ლაქები ჩანდა, თუმცა აქ-იქ კი სიცოცხლე მაინც იგრძნობოდა. ზოგიერთი ბრეზეტიდან ფარნის შუქიც კი გამოდიოდა. ჩრდილოეთ გვირაბში შორეული სროლის ხმა ისმოდა. გვირაბის შესასვლელი ადამიანის სიმაღლეზე მიწიანი ტობრებით იყო ჩახერგილი. 3 ადამიანი ეფარებოდა მიწაყრილს. ჩანდა გვირაბს აკონტროლებდნენ სათოფურებიდან და შემოსასვლელებიც მიზანში ჰქონდათ ამოღებული. არტიომ, საიდან მოსულ ხარ? გაიგონა უცებ ნაცნობი ხმა. არტიომი მობრუნდა და დაინახა კირილი. იმ რაზმის წევრი, რომელთან ერთადაც გზავრობის დასაწყისში ტოვებდა მშობლიურ სადგურს. კირილს ხელი შეხვეული ჰქონდა. თმა კი უფრო აბურძგული ვიდრე ჩვეულებრივ. აი დავბრუნდი, გაურკვევლად უპასუხა არტიომმა. როგორ ძლებთ აქ? სად არის ძია საშა? ჟენკა სად არის? ჟენკა ახლა გაგახსენდა? ერთი კვირის წინ მოკლეს. წარბები შეყარა კირილმა. არტიომს თითქოს გული ჩასწყდა. მამობილი? სუხოი ცოცხალია, ჯარშია, ახლა ლაზარეთშია. კირილმა ხელი თანიშნა კიბეზე, რომელიც სადგურის ახალი გამოსასვლელისკენ ეშვებოდა. გმადლობთ, არტიომი ადგილს მოსწყდა. შენ თვითონ სად ყოფილ ხარ? უკიდნან მიაძახა კირილმა. ლაზარეთი საშინელი სანახავი იყო. ნამდვილი დაჭრილი სულ 5-ოდე. დანარჩენი პაციენტები ბავშვებივით სახოვებში გახვეულები და საძილე ტომრებში შეტენილები ერთ რიგად იწვდნენ. თვალებ დაჭყეტილები გაურკვეველ ბღუილს გამოსცემდნენ. მათ თავზე ადგა არა მეტ და არამედ ჯარისკაცი, ხელში ქლოროფილიანი ბოთლით. დრო და დრო რომელიმე შეკრული იატაკზე სმუკვასა და ყმულის იწყებდა. მისი აგზნება, რომ სხვასაც არ გადასდებოდა, მცველი პირზე აადებდა საძილე წამალში დასველებულ მარლას. შეხვეული არც იძინებდა და არც თვალებს ხუჭავდა, მაგრამ ცოტა ხნით წყნარდებოდა. არტიომაც ერთბაშად ვერ დაინახა სუხოი. იგი კაბინეტში რაღაცაზე მსჯელობდა სადგურის ექიმთან. გამოსვლისას შეეჯახა არტიომს და ადგილზე გაშეშდა. ცოცხალი ხარ არტიომ? ცოცხალი. მადლობა ღმერთს. არტიომ ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს, თან ყმაწვილს მხარზე ადებდა ხელს. თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მართლაც არტიომი იდგა მის წინ. არტიომი გადაეხვია სუხოის. აქამდე გულისიღრმეში ეშინოდა, რომ სადგურზე დაბრუნებულს მამობილი გაუჯავრდებოდა და უპასუხისმგებლობასა და ბავშვურ ქცევას უსაყვედურებდა, მაგრამ სუხოიმ გულზე მიიკრა და დიდხანს ხავდა ასე. ბოლოს ხელი შეუშვა. არტიომმა მას თვალებში ჩახედა და ცრემლი რომ დაინახა, შერცვა. მოკლედ წვრილმანი დეტალების გარეშე უამბო მამობილს თავისი თავგადასავალი. უამბო სად იყო და რისი გაკეთება მოასწრო. დაბრუნების მიზეზიც აუხსნა. სუხოი უსმენდა თავის კანტურით, თან ჰანტერს ლანძღავდა, მერე შეჩერდა და გაიხსენა. მიცვალებულებზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო, თუმცა ზუსტად არ იცოდა რა მოვიდა მონადირეს. ხედავ ჩვენთან რა ხდება? სუხოის ხმაში ისევ სიმკაცრე დაეტყო. ყოველ ღამე გვესვრიან, ვაზნები აღარ ყოფნის. მოვიდა დრეზინა მშვიდობის გამზირიდან. ცოტა მარაგი მოგვიტანა, მაგრამ ეს რა არის? წვრილმანია. იმად გვირაბის აფეთქება უნდა თვითონ გამზირიდან, რომ მთლიანად იზოლაციაში მოაქციონ ვდნხ-ს და სხვა სადგურებიც, უთხრა არტიომმა. ხო, მაგათ მიწისქვეშა წყლების ეშინიათ, იმიტომ ვერ ბედავენ ვდნხ-სთან ახლოს მოსვლას, მაგრამ დიდი ხნით ეს არ გვიშველის. შავები სხვა შემოსასვლელს იპოვნიან. შენ როდის წახვალ აქედან? დრო ერთ დღეღამეზე ნაკლები დარჩა. ხომ ყველაფერი უნდა მოიმზადო? მამობილმა დიდხანს უყურა არტიომს, თითქოს მისი შემოწმება უნდოდა. არა არტიომ, მე აქედან მხოლოდ ერთ გზაზე წავალ და ის გზა მშვიდობის გამზირისაკენ არ მიდის.
აქ 30 დაჭრილი გყავს, მარტო ხომ არ დავტოვებთ? მერდამ ვინ გაუძღვება თავდაცვას, სანამ მე ჩემი ტყავის გადარჩენას ვეცდები? ვის უნდა ვუთხრა, აი შენ აქ რჩები, რომ შეაკავო ისინი და მოკვდე. მე კი მივდივარ? არა, მან ამოიოხრა. დაე ააფეთქონ, ვიქნები, სანამ გავძლებ. სიკვდილიც კაცურად უნდა. მაშინ მეც თქვენთან დავრჩებ, უთხრა არწიომა. იმ რაკეტებს უჩემოდაც მიხედავენ, მე რაში ვარგი ვარ? თქვენ მაინც მოგეხმარებით. არა, შენ უთუოდ უნდა წახვიდე, შენ მკრთალმა სუხოიმ სიტყვა გააწყვეტინა არწიომს. ჩვენი ჰერმოსაკეტი მთელია, კიდევ მოქმედებს, ესკალატორიც მთელია. განსასვლელს ადვილად მიაღწევ, შენ იმათთან უნდა წახვიდე, იმათ ისიც არიციან, ვისთან აქვთ საქმე. არწიომი დაეჭვდა, იმიტომ ხომ არ მირჩევ სადგური დაწასვლას, რომ გადამარჩინოსო. შეეცადა საპირისპირო რამე თქვა, მაგრამ სუხოის არაფრის გაგონება არ უნდოდა. შენს რაზმში, შენ მეტმა არავინ იცის შავების შესახებ. სუხოიმ შესუდრულ დაჭრილებზე მიუთითა, მაგათ რა დაემართათ? გვირაბში იყვნენ და ვერ გაუძლეს. კიდევ კარგი მოასწრეს აქეთ გამოყვანა. რამდენიმე ათეული კი შავებმა ცოცხლივ დაგლიჯეს. არ დაიჯერებ, ისეთი ხოდის პატრონები არიან. მთავარი კი ესაა, როცა მოდიან და ყმულს იწყებენ, თითქმის ვერავინ უძლებს. ჩვენი მოხალისეები ხელბორკილებით ებმებოდნენ იქ, რომ არ გაქცეულიყვნენ. ვისი მოხსნაც მოვასწარით, აგერწვანან. დაჭრილები ცოტანი არიან, იმიტომ რომ შავები თუ ვინმეს მისვდნენ, მერე ძნელია თავის დაღწევა. ჟენკას მისვდნენ? კითხას უთქვა შეკრულმა არწიომმა. სუხოიმ თავი დაუქნია. არწიომმა ვერ გაბედა დაწრულებით ამბის გამოკითხვა. წავიდეთ, ჯერჯერობით სიწყლარეა, დაბნეულობა რომ შეამჩნია არწიომს სუხოიმ დროიხელთა. დავილაპარაკოთ, ჩაიდავლიოთ, ჯერ ისევ დაგვრჩა. არქშია? მამობილმა ხელი მოხვია და უფროსების ოთახში შეიყვანა. შეზრწმუნებული არწიომი აქეთ-იქით იხედებოდა, უჭირდა დაჯერება, რომ მის არყოფნაში სულ 3 კვირაში ვედეენხა ასე შეცვლილიყო. მუდამ მოვლილი კომფორტული სადგური ახლა სინანულისა და სასოწარკვეთილების გრძნობას იწვევდა. არწიომს აქედან გაქცევა მოუნდა. სადღაც უკან ტყვიან ფრქვევის ხმა მოისმა. არწიომმა იარაღი მოიმარჯვა. ეს მათ შესაშინებლადაა, დაამშვიდა სუხოიმ. ყველაზე დიდი ორომტრიალი 2 საათში დაიწყება. უკვე ვგრძნობ, შავები ჯგუფ-ჯგუფად მოდიან. ამ ცოტა ხნის წინ ერთს დავახევინეთ უკან. შენ თუ გეშინია, თუ რაიმე სერიოზული იქნება, ჩვენები საყოველთაო განგაშს გამოაცხადებენ და სირენას ჩართავენ. არწიომი ჩაფიქრდა, ის სიზმარი გვირაბში გასვლა. ახლა ეს შეუძლებელი იყო, სუხოიც არასდროს გაუშვებდა გვირაბში მარტოს. ამ უგუნურ აზრს არ უნდა აჰყვეს კაცი, მას უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენ ისევ შევხვდებოდით, ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი. სუხოი თან ჩაის უსხამდა არწიომს. ერთი კვირის წინ ვიღაც კაცმა მოგაკითხა, გეძებდა. როგორი კაცი იყო? იკითხა გაკვირვებით. ასე თქვა მიცნობსო, მაღალი იყო, გამხდარი, წვერიანი, უცნაური სახელი ერქვა, ჰანტერს გავს. ხანი? იკითხა არწიომმა. ზუსტად ეგაა, ისე დარწმუნებით მითხრა დაბრუნდებაო, რომ უცბად დამშვიდდი, რაღაც დაგიტოვა. სუხოიმ ამოიღო საფულე, რომელშიც ინახავდა მხოლოდ მისთვის გასაგებ ჩანაწერებს და ნივთებს და ამოიღო 4-ად გაკეცილი ფურცელი. არწიომმა გაშალა ფურცელი და ნაწერს დახედა. ქაღალდზე მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა გაკრული ხელით. ვისაც ეყოფა გამბედაობა და მოთმინება, რომ მთელი სიცოცხლე წყვდიაც აკვირდებოდეს, იქ გაჩენილ სინათლის სხივს პირველი დაინახავს. მეტი არაფერი უთქვამს? გაკვირვებით იკითხა დაბნეულმა არწიომმა. არა, უპასუხა სუხოიმ, ვფიქრობ ეს საიდუმლო კოდია. ბოლოს და ბოლოს კაცი საგანგებო დამისთვის მოვიდა აქ. არწიომმა მხრები აიჩეჩა. ხანის ნათქვამისა და ნამოქმედარის ნახევარი სრულ უაზრობად ეჩვენებოდა. სამაგიეროდ მეორე ნახევრის წყალობით სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებდა. ვინ იცის, რომელ ნახევარს განეკუთვნება ეს სპარათი? ჩაის დიდხანს სვამდნენ. მთელი საუბრის განმავლობაში არწიომს არ ასვენებდა აზრი, რომ უკანასკნელად ხედავს მამობილს და ცდილობდა რაც შეიძლება დიდხანს და ბევრი ელაპარაკა მასთან. სუხოიმ ბერკეტი გადასწია და მძიმე საფარი ჭრიალი თავი და 1 მეტრზე. გარედან დამდგარი წვიმის წყალი შემოვარდა. არწიომი წვიმამდე ტალახში იდგა და სუხოის უღიმოდა, თუმცა თვალები ცრემლით ევსებოდა. ის იყო დააპირა გამომშვიდობება, მაგრამ უკანასკნელ წამს გაახსენდა ყველაზე მთავარი.
ზურგჩანთიდან საბავშვო წიგნი ამოიღო, მოძებნა ფოტო და მამობილს გაუწოდა. გულმა ბაგაბუგი დაუწყო. რა არის ეს? გაიკურვა სუხოიმ. სნობ? იკითხა არწივმა, კარგად დააკვირდი, ეს დედაჩემია? შენ ხომ ნახე დედა, როცა ჩემი თავი შენ მოგაბარა. არწივ, წარმოთქვა სუხოიმ სევდიანად. მისი სახე თითქმის არ დამინახავს. ვნელო და მე კი ვირთხებს უთვალთვალებდი. დედა შენი არ მახსოვს. შენ კი კარგად მახსოვ ხარ, ხელზე რომ მომეჭიდე. არც გიტირია, მაპატიე. მადლობელი ვარ მშვიდობით. არწივს უნდა ეთქვა მამა, მაგრამ ყელში რაღაც გაიჩხირა. იქნებ კიდევ შეხვდეთ ერთმანეთს. არწივმა აირწნაყი ჩამოიფხატა. დაიხარა, ფარდის ქვეშ გაძვრა. დაჭმოჭდული ფოტო ფრთხილად ჩაიკრა გულში და ესკალატორის დაჯღრეული საფეხურების სწრაფად აირბინა.